ბოლო წლებში სამხედრო ანალიტიკოსები განგასტეხენ ჩინეთის მზარდი საფრთხის შესახებ, რომელიც აშშ-ს ზღვაზე დომინირების კუთხით ემუქრება. უდავოა, რომ ბევრ ასპექტში ჩინეთმა სწრაფად შეამცირა ადრე არსებული უზარმაზარი სხვაობა საზღვაო ძალებში. ჩინეთმა თავისი უზარმაზარი საწარმოო შესაძლებლობების გამოყენებით მოახერხა, რომ მისი საზღვაო ძალები, ანუ PLA-ის საზღვაო ფლოტი, ახლა უფრო მეტ ხომალდს ფლობს, ვიდრე აშშ-ში და მნიშვნელოვნად აჭარბებს აშშ-ის წარმოების ტემპით. მაგრამ არსებობს ერთი საზღვაო სფერო, სადაც არანაირი დავა არ არის იმის შესახებ, ვის აქვს უპირობო უპირატესობა. ეს არის წყალქვეშა ნავები და ამ კატეგორიაში გამარჯვებულია აშშ-ში. მოდით ვნახოთ, რატომ რჩება ოკეანის სიღრმეებში არსებული სტატუს-კვო ასე ძლიერ აშშ-ს სასარგებლოდ და რატომ ხდის ეს საბოლოოდ ჩინეთს უძლურს აშშ-ს საზღვაო ძალების წინააღმდეგ. პირველ რიგში აშშ-ს ამ კატეგორიაში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რიცხობრივი უპირატესობა აქვს. 2026 წლის დასაწყისისთვის აშშ-ს ხავს სულ 66 წყალქვეშა ნავი, რომლებიც ყველა ბირთვული ენერგიით მუშაობს. ჩინეთს მხოლოდ 12 ბირთვული წყალქვეშა ნავი ხავს, ასევე მინიმუმ 46 ტრადიციული დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავი. ბირთვული წყალქვეშა ნავები, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შესაძლებლობიანია ვიდრე დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავები. ისინი მოქმედებენ ბევრად უფრო დიდ მანძილზე, უფრო ფარულად და აქვთ უფრო ძლიერი შეტევითი ძალა. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს თითქმის იმდენივე წყალქვეშა ნავი ხავს, აშშ-ის ბირთვული ფლოტი ბევრად უფრო ფართო მისიის შესაძლებლობებს იძლევა და როგორც მალე ვნახავთ, უსასრულოდ უფრო დიდ გამანადგურებელ ძალას ფლობს. ამასთან ერთად აშშ-ს წყალქვეშა ნავებს ჯამში დაახლოებით 1168 ვერტიკალური გაშვების სისტემა, ანუ VLS, აქვთ რაკეტების გასაშვებად. მაგრამ როგორც ადრე ვახსენეთ, ამ ორ ფლოტს შორის სხვაობა ნელ-ნელა მცირდება. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის IISS-ის მიხედვით, ჩინეთმა პირველად გადააჭარბა აშშ-ს ბირთვული წყალქვეშა ნავების ცლიურ წარმოებაში 2021-დან 2025 წლამდე პერიოდში. ამ პერიოდში ჩინეთმა წყალში ჩაუშვა 10 ბირთვული წყალქვეშა ნავი, ჯამში 69,000 ტონა. მაშინ როცა აშშ-სშ ჩაუშვა 7 წყალქვეშა ნავი, ჯამში 45,000 ტონა. წინა 4 წლიან პერიოდში, 2016-დან 2020-მდე, აშშ-ს მოწარმოა 7, ხოლო პლენმა მხოლოდ 3, რაც წარმოების მოცულობის ცვლილების მასშტაბს უსვამს ხაზს. მაგრამ ძირითადი ციფრები მთელ ამბავს არ გვიყვება. იშვიათად ხდება ასე. აშშ-ის 65 მოქმედ წყალქვეშა ნავიდან 14 არის ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი ბირთვული წყალქვეშა ნავი, ანუ SSBN. დანარჩენი 41 არის მართოდი რაკეტებით აღჭურვილი ბირთვული წყალქვეშა ნავები, ანუ SSGN-ები და ბირთვული შეტევითი წყალქვეშა ნავები, ანუ SSN-ები. ჩინეთს მხოლოდ 6 SSBN და 6 SSN წყალქვეშა ნავი ჰყავს. ეხლა თუ ოდესმე მივალთ კატასტროფულ შედეგამდე და დაიწყება სრულმასშტაბიანი ბირთვული ომი, ეს განსხვავება გადამწყვეტი იქნება. ნამდვილი ბირთვული შეკავებისთვის საჭიროა შორმანძილზე მოქმედი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები, ანუ ICBM-ები. ბირთვული ქობინებით აღჭურვილი ICBM-ების მსოფლიოს ნებისმიერ სტრატეგიულ ადგილას SSBN-ებზე განთავსებით, ერი შეძლებს უზრუნველყოს გამანადგურებელი საპასუხო დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა, თუნდაც ყველაფერი მატერიკზე განადგურებული იყოს. საქმე ისაა, რომ ჩინეთის 6 SSN-ს არ შეუძლია ICBM-ების, ანუ უпроსტორად SLBM-ების წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ანალოგის გაშვება. SSN-ები შექმნილია ტაქტიკური და არა სტრატეგიული მისიებისთვის და ძირითადად აღჭურვილია ჩვეულებრივი ფრთოსანი რაკეტებითა და ტორპედოებით და არა ულტრაშორ მანძილზე მოქმედი, ულტრამძიმე ბირთვული რაკეტებით. ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ მოქმედების არეალსა და სარგებლიანობას ბირთვული შეკავების თვალსაზრისით SSBN-ებთან შედარებით. და ჩინეთის 6 SSBN უბრალოდ საკმარისი არ არის მთელი მსოფლიოს ოკეანეების დასაფარად. თუნდაც ისინი აშშ-ის SSBN-ებს გაუტოლდნენ, რაც როგორც მალე ვნახავთ, ასე არ არის. ეხლა წყალქვეშა ნავებს განსაკუთრებით დიდ და ტექნოლოგიურად რთულ SSBN-ებს, როგორიცაა აშშ-ის ოჰაიო კლასის ნავები, სჭირდებათ ფართო ტექნიკური მომსახურება და მუდმივი მექანიკური გამართულობა. აშშ-ის 14 ოჰაიო კლასის SSBN-დან ჩვეულებრივ 10-12 ოპერაციულად ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. თითოეულს ჰყავს 2 ეკიპაჟი, ლურჯი და ოქროსფერი, რომლებიც მორიგეობით ასრულებენ 67 დღიან პატრულირებას, რასაც მოჰყვება 25 დღე პორტში. ის ფაქტი, რომ 14 პრაქტიკულად უზრუნველყოფს მუდმივ საზღვაო შეკავებას, რადგან ჩვეულებრივ 4-6 SSBN-ი გლობალურად არის განლაგებული ნებისმიერ მომენტში. ჩინეთის წყალქვეშა ნავებსაც იგივე მოთხოვნა აქვთ, რომ განლაგებებს შორის ხანგრძლივი დრო პორტში გაატარონ. ამიტომ სავარაუდოდ ნებისმიერ მომენტში მხოლოდ 2 ან 3 წყალქვეშა ნავი ჰყავთ ოპერაციულად აქტიური. თუ მათ გაანადგურებენ, ჩინეთის წყალქვეშა ბირთვული შეკავება წარსულს ჩაბარდება.
გარდა იმისა, რომ ზღვაში SSBN-ების რაოდენობით ორმაგი უპირატესობა აქვს, აშშ-ს ნებისმიერ მომენტში ასევე ხავს 1 ან 2 ოჰაიო კლასის SSGN წყალქვეშა ნავი ზღვაში. ამ წყალქვეშა ნავებს გამორჩეული უნარი აქვთ, დიდხანს დარჩნენ ზღვაში. F-მა SSGN-მა USS Florida-მ სახელგანთქმულად 727 დღე, თითქმის 2 წელი, გაატარა ზღვაში ეკიპაჟის როტაციისა და საზღვარგარეთიდან მომარაგების გზით. ეხლა რიცხვებში სხვაობა მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ აშშ-ს ჩინეთთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს იმ ადგილების რაოდენობაში, საიდანაც შეუძლია ფარულად შეტევა. აშშ-ში შეტევითი წყალქვეშა ნავები ასევე ბევრად უფრო ძლიერ ცეცხლის ძალას ფლობენ. ჩინეთის 6 ტიპის 0, 9-4 ან ჯინ კლასის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი თითოეულს შეუძლია 12 ბალისტიკური რაკეტის ტარება, რაც ჯამში 72 ერთდროულად გასაშვებ ბალისტიკურ რაკეტას ნიშნავს. თითოეულ ბალისტიკურ რაკეტას სავარაუდოდ 25 ბირთვული ქობინი აქვს. ეს ჩინეთს აძლევს ბალისტიკური რაკეტების საერთო ბირთვულ ტვირთს 216-დან 360-მდე ბირთვული ქობინით. შედარებისთვის აშშ-ის 14 ოჰაიო კლასის წყალქვეშა სტრატეგიულ ბირთვულ ხომალდს თითოეულს შეუძლია 20 Trident OID-5 ტიპის ბალისტიკური რაკეტის ტარება. თავდაპირველად ისინი განკუთვნილი იყო 24 ბალისტიკური რაკეტის ტარებისთვის, რომელთაც ჰქონდათ დამოუკიდებლად დამიზნებული ქობინები, მაგრამ ეს რაოდენობა შემცირდა ახალი სტარტის ხელშეკრულების პირობების მიხედვით. ამ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მის გახანგრძლივებას ცდილობდა, სანამ ახალი შეთანხმება იქნებოდა მიღწეული. რადგან აშშ-ში დონალდ ტრამპის მმართველობის დროს თითქოს და მთლიანად უარს ამბობს იარაღის კონტროლის იდეაზე, შესაძლოა უახლოეს მომავალში ვიხილოთ, რომ აშშ-ის სტრატეგიული წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტების ტარების შესაძლებლობა გაიზარდოს. თუმცა ამ ეტაპზე თითოეულ წყალქვეშა ნავს შეუძლია 20 Trident-ის ტარება. თითოეულ Trident OD-5 რაკეტას შეუძლია ატაროს 8-მდე დამოუკიდებლად მართვადი ბირთვული ქობინი. თუმცა ამჟამინდელი დატვირთვა შეფასებულია თითო რაკეტაზე 45 ქობინად ოპერაციული და ხელშეკრულების შესაბამისობის მიზეზების გამო. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ნებისმიერ მომენტში განალაგებს 1120-დან 1400-მდე ბირთვულ ქობინს, რაც 3-დან 4-ჯერ მეტია ვიდრე ჩინეთს. ასე რომ მხოლოდ რაოდენობრივი თვალსაზრისით ჩინეთს მოუწევს 2-ჯერ გაზარდოს თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ნავების ფლოტი და 4-ჯერ გაზარდოს მათი ცეცხლის ძალა, რათა აშშ-ს გაუტოლდეს. ეს ნიშნავს, რომ მათ მნიშვნელოვნად მოუწევთ ბირთვული ქობინების რაოდენობის გაზრდა. ჩინეთის ბირთვული ქობინების მარაგი შეფასებულია 600-დან 700-მდე. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ეს რიცხვი 10 წლეულის ბოლოს დაახლოებით 1000-მდე გაიზრდება, მაგრამ ეს მაინც ბევრად ნაკლებია ვიდრე აშშ-ს მარაგი. აშშ-ს აქვს დაახლოებით 3700 ბირთვული ქობინი, რომელიც გამოყენებისთვის მზად არის. თუ არ ჩავთვლით 1467 ქობინს, რომლებიც დაშლის პროცესშია, აშშ-ს აქვს დაახლოებით 1760 განთავსებული ბირთვული ქობინი და კიდევ ერთი 1930 რეზერვში. მხოლოდ რუსეთს აქვს მეტი და ისიც მცირე სხვაობით. ჩინეთს ძალიან დიდი სხვაობა აქვს დასაწევი, მაგრამ ისინი ცდილობენ. ეხლა ზოგიერთი ექსპერტი პროგნოზირებს, რომ გემთმშენებლობის დიდი შესაძლებლობის გამო ჩინეთი მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში რაოში რაოდენობრივ თანასწორობას ან თუნდაც უპირატესობას მიაღწევს ამ მიმართულებით. მიჩნეულია, რომ ჩინეთს ამჟამად გემთმშენებლობის შესაძლებლობა აშშ-სთან შედარებით 230-ჯერ მეტი აქვს და ეს სხვაობა ყოველწლიურად იზრდება. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია მეტი წყალქვეშა ნავი ააშენო, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კონკურენციას გაუწევენ. გამოცდილებას ვერ იყიდი და ასე შეც უბრალოდ ბევრად მეტი აქვს. ამჟამინდელი ფლოტი ასახავს ინჟინერული ოსტატობისა და სტრატეგიული წინდახედულობის 10 წლეულებს, რომელსაც საფუძვლად უდევს სრულად ბირთვულძრავიანი არსენალი, რომელიც წყალქვეშა სივრცეში დომინირებს. დღევანდელი ფლოტი შედგება უახლესი ვირჯინიის კლასის ბირთვული თავდასხმითი წყალქვეშა ნავებისგან, მოძველებული, მაგრამ ჯერ კიდევ მსოფლიო დონის ოჰაიოს კლასის სტრატეგიული წყალქვეშა ნავებისგან, ასევე მცირე რაოდენობის განსაკუთრებულად თანამედროვე სიულფის კლასისგან და დიდი რაოდენობით მოძველებული ლოს-ანჯელესის კლასის ნავებისგან. სრულიად ახალი უახლესი კოლუმბიის კლასის სტრასის სტრატეგიული წყალქვეშა ნავები ამჟამად შემუშავების პროცესშია, ხოლო პირველი ნავის მიწოდება ამ 10 წლეულის ბოლოსთვის არის ნავარაუდევი. როგორც უკვე განვიხილეთ, ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავები ატარებენ მაქსიმუმ 20 Trident OD-5 ტიპის რაკეტას. თითოეული მათგანი აღჭურვილია მრავალჯერადი დამოუკიდებლად დამიზნებადი საბრძოლო თავით, ანუ მირვებით, რომლებიც 7500 მილის დაშორებით მდებარე სამიზნეების განადგურებას შეძლებენ. ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავები, რომლებიც ახლა ბლოკ 5 კონფიგურაციით გამოდის, აერთიანებს 84 ფუტიან ვირჯინიის ტვირთის მოდულს, რაც თითოეულ ნავზე ტომაჰაუკის რაკეტების რაოდენობას 80-მდე ზრდის. ეს უზარმაზარი რაოდენობის მძიმე საბრძოლო ძალაა, მაგრამ სწორედ მათი შეუდარებელი ტექნოლოგია გამოარჩევთ მათ სხვებისგან, განსაკუთრებით უხმაურობისა და აკუსტიკის თვალსაზრისით. ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავები იყენებენ ტუმბოს რეაქტიულ პროპულსორებს და ანექოიკურ, ანუ ექოსგან თავისუფალ გარსაცმებს, რათა ხმაურის დონე 100 დეციბელზე ქვემოთ დაიყვანონ.
ეს პრაქტიკულად ოკეანის ფონის ხმაურის დონეა, რაც მას მოჩვენებად აქცევს ყველაზე მგრძნობიარე ჰიდროფონებისთვისაც კი. მეორე მხრივ კი მას აქვს ANB QQATV სონარის სისტემა, რომელიც დიდ აპერტურიან ცხვირის ანტენებსა და TB29A ბუქსირებულ ანტენასთან ერთად მუშაობს. მას შეუძლია აკუსტიკური მონაცემების ისეთი სიზუსტით დამუშავება, რომ შეუძლია წყალქვეშა ნავის ლილვის ბრუნვის ტონები ვეშაპის ხმებისგან განასროოს, 50-ზე მეტი საზღვაო მილის მანძილზეც კი. ჩინეთის წყალქვეშა ნავები უბრალოდ ვერ უტოლდება ამერიკულების შესაძლებლობებს და ეს მალე არ შეიცვლება, მაგრამ ისინი ცდილობენ. ჩინეთის ტიპი O-93B წყალქვეშა ნავები ნიშნულოვნად გაუმჯობესდა მათი ხმაურიანი O-91 ჰანის კლასის წინამორბედებისგან. მათში გამოყენებულია ლილვის დამამშვიდებელი სისტემა და წვეთის ფორპუსი და ქორბუსი, რაც ხმაურს 120 დეციბელამდე ამცირებს. Unis კლასი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ მიდის. იყენებს ჰაერზე დამოუკიდებელ ამძრავ სისტემას, რათა ხმაურის დონე დაახლოებით 110 დეციბელამდე დაიყვანოს. მისი ანეხოიკური ფილები, რომლებიც რუსული კილოკლასის დიზაინების მიხედვითაა უკუღმა ინჟინერირებული, ასევე უფრო ეფექტურად ამცირებს სონარის ანარეკლებს, ვიდრე ძველი მოდელები. საბოლოო ჯამში ამერიკულ წყალქვეშა ნავებს ჯერ კიდევ შეუძლიათ აღმოაჩინონ ყველაზე ჩუმი ჩინური წყალქვეშა ნავებიც კი, მნიშვნელოვან მანძილზე ხშირად მანამდე, სანამ თავად იქნებიან აღმოჩენილნი. ჩინეთის წყალქვეშა აღმოჩენის შესაძლებლობები მიუხედავად გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ ჩამორჩება მანძილში. და სიზუსტე. ეხლა წყალქვეშა ნავების დაპირისპირებისას აღმოჩენის ალბათობა უკუპროპორციულია გადარჩენის ალბათობისა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ შეგიძლია გაგონონ, შეუძლიათ დაგარტყან და პირიქით. ASHS-ის ტექნოლოგიური უპირატესობა ნიშნავს, რომ ჩინეთის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა და მათზე დარტყმა ბევრად უფრო მარტივია და ამ ეტაპზე ჩინეთი უძლურია რაიმე გააკეთოს ამის წინააღმდეგ. ეხლა თუ ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტაჟები და ანალიზები სამხედრო საკითხებზე გსურთ, სწორ ადგილას ხართ. გამოიწერეთ Military Show, რომ ყოველთვის იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ამბები და მათი მნიშვნელობა. წყალქვეშა უპირატესობა, რომელსაც ASHS-ს უმაღლესი სონარი და სენსორები ანიჭებს, კიდევ უფრო ძლიერდება ASHS-ს ფლოტის უმაღლესი ქსელური თავსებადობით. Ambiguity საბრძოლო სისტემა Virginia კლასის წყალქვეშა ნავებზე აერთიანებს მონაცემებს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის სატელიტებიდან, MQ-4C ტრიტონის დრონებიდან და P-8 Poseidon-ის თვითმფრინავებიდან, რაც საშუალებას აძლევს უფრო გააზრებულ სამიზნეების შერჩევას და მისიის დაგეგმას. ეს ASHS-ს წყალქვეშა ნავებს გადამწყვეტ უპირატესობას აძლევს, რაც მათ საშუალებას აძლევს გაცილებით მეტი სიტუაციური ცნობიერებით იმოქმედონ, ვიდრე მოწინააღმდეგეებს, თუნდაც რეალურ დროში განახლებები შეზღუდული იყოს სრულად წყალქვეშ ყოფნისას. ეს ღრმა კავშირი ვრცელდება ავიამზიდის დარტყმის ჯგუფებზეც, სადაც წყალქვეშა ნავები წინა ხაზზე მოქმედი მძვერავების როლს ასრულებენ. აქ მათი ამოცანაა, რომ დაშიფრული რადიოსიხშირული კომუნიკაციები გადასცენ OE-528 ანძის მეშვეობით ზედაპირულ ძალებს, როგორიცაა Arleigh Burke-ის კლასის გამანადგურებლები. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ეს ქსელური მიდგომა საშუალებას აძლევს ASHS-ს წყალქვეშა ნავებს, რომ კოორდინაცია მოახდინონ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ომის ვერტფრენებთან, რომლებიც ANSSQ 62 სონობოებს აგდებენ ჩინეთის წყალქვეშა ნავების პოზიციების სამკუთხედის დასადგენად. ამით ASHS-ს საზღვაო ძალები ანაზღაურებს რეგიონის მეჩხერი წყლების სონარის გავრცელების სირთულეებს, რაც სხვა შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაართულებდა წყალქვეშა ნავების ოპერაციებს მეჩხერ წყლებში. ამაზე მალე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. მაგრამ ასეთი მაღალი დონის ურთიერთქმედება და სხვადასხვა ოპერაციულ სფეროში დომინირება მიუთითებს ASHS-ს შეუდარებელ გამოცდილებაზე წყალქვეშა ნავების ომში. მაშინ როცა ASHS-ო 10 წლეულებია ამგვარ ტაქტიკასა და ტექნიკას ამუშავებს, ისეთი ქვეყნები როგორიცაა ჩინეთი, მხოლოდ ახლა იწყებენ მათი განვითარებას პირველად. კიდევ ერთხელ ეს გამოცდილების საკითხია, რომელიც უნდა მოიპოვო და ვერ იყიდი. ASHS-მ ანტისუბმარინული ომი ცივი ომის პერიოდში აითვისა. იმ 10 წლეულებში, როცა ჩინეთი უკიდურეს სიღარიბეში იყო და მისი სამხედრო ძალა დაშლილი იყო. ASHS-თვის საბჭოთა ალფა და აკულას კლასის წყალქვეშა ნავებისგან მომავალი საფრთხეების თვალთვალი ატლანტიკის GIUK-ის დერეფანში მოითხოვდა ინოვაციებს, როგორიცაა SOSIS ეკიპაჟის უნარების სუსტი ტონალური სიგნალების ინტერპრეტაციაში. მკვრივ თერმულ ფენებში დაიხვეწა ისეთ ხანგრძლივად მოქმედ დაწესებულებებში, როგორიცაა გრადონის საზღვაო წყალქვეშა ნავების სკოლა. გრადონის სკოლა დაარსდა 1916 წელს. ეს 110 წლის წინ იყო, რაც ხაზს უსვამს, რამდენად დიდია სუსვამს, რამდენად დიდი ხანია ASHS-ო წყალქვეშა ნავების სფეროში ლიდერია. შემდგომში გაჩნდა კიდევ რამდენიმე წყალქვეშა ნავების სასწავლო დაწესებულება, განსაკუთრებით Pearl Harbor-ში, ჰავაიზე მდებარე საზღვაო წყალქვეშა ნავების სასწავლო ცენტრი, Pacific NSTCP, Norfolk-ში, ვირჯინიაში მდებარე წყალქვეშა ნავების სასწავლო დაწესებულება დაწესებულება, Norfolk SLFN და Trident-ის სასწავლო ცენტრები, Kings Bay-ში, ჯორჯიაში და ბანგორში, ვაშინგტონში. ახალი წყალქვეშა ნავების სამუშაო ძალის სასწავლო ცენტრი ამჟამად შენდება დანვილში, ვირჯინიაში. საპირისპიროდ ჩინეთს აქვს ერთი მთავარი წყალქვეშა ნავების სასწავლო აკადემია, საზღვაო წყალქვეშა ნავების აკადემია, NSA, რომელიც მდებარეობს ცინგტაოში.
ის დაარსდა 1953 წელს, თითქმის 4 წლეულის შემდეგ აშშ-ის პირველი წყალქვეშა ნავების აკადემიის შექმნიდან. თუმცა ბოლო წლებში მან განიცადა მნიშვნელოვანი გაფართოება, მათ შორის ახალი კამპუსის გახსნა დაახლოებით 2016-ში. საბოლოო შედეგი ის არის, რომ ჩინეთი ამ სფეროში აშშ-ოსთან შედარებით ძალიან გვიან ჩაერთო და ჯერ კიდევ ცდილობს დაეწიოს. დღევანდელი საშუალო ჩინელი წყალქვეშა ნავის მეზღვაური დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილებით გამოირჩევა, მაშინ როცა აშშ-ში ეს მაჩვენებელი 15-დან 20 წლამდე და ეს გამოცდილება მნიშვნელოვნად გროვდება. ცივი ომის ბოლოსთვის აშშ-მ საბჭოთა კავშირზე წყალქვეშა სივრცეში თითქმის სრული დომინირება მოიპოვა, რაც დღემდე გრძელდება რუსეთთან მიმართებითაც. საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს ეს წყალქვეშა ექსპერტიზა გადაიზარდა სადაზვერვო, მეთვალყურეობისა და რეკონესანსის, ანუ ISR მისიებში. ლოს-ანჯელესის კლასის წყალქვეშა ნავები პატროლირებდნენ სპარსეთის ყურეში, ოპერაციები უდაბნოს ქარიშხალი და ერაყის თავისუფლება დროს იჭერდნენ კომუნიკაციებს და უშვებდნენ ტომაჰავკის რაკეტებს. მოგვიანებით ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავები უთვალთვალებდნენ ირანის წყალქვეშა ნავებს 2020-იანი წლების დასაწყისში. ამავდროულად ეს საბრძოლო მისები მუდმივად მტკიცდებოდა მკაცრი წვრთნებით. მასშტაბური წვრთნები, როგორიცაა RIMPAC, რეგულარულად აერთიანებს აშშ-ის ბირთვულ შეტევით წყალქვეშა ნავებს მოკავშირე ქვეყნების საზღვაო ძალებთან ერთად რთულ ანტისუბმარინულ ოპერაციებში, სადაც ისინი ამუშავებენ ტაქტიკებს ჩინეთის წინააღმდეგ მომავალ წყნარი ოკეანის სანაპირო შეტაკებებისთვის. და ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ჩინეთთან მასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებაში. მეჩხერი წყლები და სანაპირო ოპერაციები წყალქვეშა ომის ის სფეროა, სადაც აშშ-ისა და ჩინეთის შესაძლებლობებს შორის სხვაობა ასე მკვეტრად არ გამოიხატება. ქმნა წყლებში ან ღია ზღვის ოპერაციებში არც ერთი საზღვაო ძალა არ უახლოვდება აშშ-ის საზღვაო ძალებს. სოფლიოში უძლიერესი ავიამზიდების, გამანადგურებლებისა და წყალქვეშა ნავების ფლოტის გარდა აშშ-ს ასევე აქვს სამხედრო ბაზებისა და ობიექტების ბევრად უფრო ფართო ქსელი, რომელიც მთელ პლანეტაზეა განთავსებული. აშშ-ში სავარაუდოდ 750-დან 800-მდე ბაზა არამხოლოდ ყველა დღევანდელ სამხედრო ძალას ტოვებს უკან. ეს არის ყველაზე დიდი სამხედრო ქსელი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ბევრად აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვარგარეთულ სამხედრო ყოფრას. უახლოესი კონკურენტია გაერთიანებული სამეფო, რომელსაც საზღვარგარეთ დაახლოებით 145 სამხედრო ობიექტი აქვს. საფრანგეთსა და თურქეთს თითოეულს დაახლოებით 30-დან 50-მდე აქვთ. რუსეთს სავარაუდოდ 52 აქვს, ხოლო ჩინეთს 29. მაგრამ რუსები ძირითადად განლაგებულნი არიან მეზობელ ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში და მის სამხრეთით, სირიაში და სომხეთში. ჩინეთის ძალებიც ასევე კონცენტრირებულია მის სიახლოვეში. მხოლოდ მისი ბაზები ჯიბუტიში და კუბაში მდებარეობს, მსოფლიოს შორეულ ნაწილებში. შედარებით აშშ-ში პირდაპირ ყველგანაა, დედამიწის ყველა კონტინენტის ყველა კუთხეში. ამგვარად, მაშინ როცა პრაქტიკულად ყველა სხვა საზღვაო ძალა შექმნილია ადგილობრივი თავდაცვისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალები აგებულია გლობალურად ძალის პროექცირებისთვის. ჩინეთი, როგორც უმეტესობა აღნიშნავს, აქტიურად ცდილობს გააფართოოს თავისი საზღვაო ძალები და გადაიქცეს ღია ზღვის ფლოტად, რომელიც გლობალურად შეძლებს აშშ-ის საზღვაო ძალების გამოწვევას. ან სულ მცირე, დაიცვას თავისი უზარმაზარი სატვირთო ფლოტი სოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ გლობალური გადაზიდვები გააგრძელებს კანონდარღვევისა და მეკობრეობისკენ სვლას. თუმცა ეს ჩინეთის სამხედრო დოქტრინაში შედარებით ახალი განვითარებაა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე 10 წლეულზე ნაკლებ დროში შეძლონ თუნდაც დაწევის დაწყება. ბოლო დროამდე ჩინეთის ფლოტი ძირითადად ორიენტირებული იყო საკუთარი წყლების დაცვაზე, აშშ-ის საზღვაო ძალების უპირატესობის უარპარყოფაზე და ტაივანში შეჭრაზე და არა გლობალურად საზღვაო ძალის პროექცირებაზე. მხოლოდ ბოლო 1-2 წლეულში შეიცვალა ჩინეთის ყურადღება სანაპირო დაცვისგან ძალის პროექციისკენ. და ამ მიზნისთვის, რომ თავი დაიცვას შესაძლო აშშ-ის აგრესიისგან, ბევრმა ექსპერტმა და მათმა სამხედრო თამაშებმა აჩვენა, რომ მიუხედავად სუსტი მხარეებისა, ჩინეთის წყალქვეშა ნავების ფლოტი შეიძლება საკმაოდ ეფექტური იყოს. განსაკუთრებით მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ ისეთი მოწინავე აკუსტიკა, სენსორები და უპირატესობა ცეცხლის ძალაში, როგორიც აქვთ ბირთვული ძრავით აღჭურვილ ამერიკელ მეტოქეებს, ჩინეთის დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავებს შეუძლიათ საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზები მოუმზადონ თავდამსხმელ ამერიკულ ფლოტს. იარაღი, რომელსაც ისინი იყენებენ, შეიძლება არ იყოს იმავე დონეზე როგორც ამერიკელების, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლიერია. YJ-18 ანტიგემის საკრუიზო რაკეტა მიფრინავს მახის 3 სიჩქარით, დაახლოებით 2300 მილი/საათში, 335 მილის სიშორეზე. მისი ზღვის ზედაპირზე დაბალ სიმაღლეზე ფრენის საბოლოო ფაზა შესაძლოა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდეს ამერიკული Aegis-ის თავდაცვითი სისტემებისთვის. ჯინ კლასის JL-3 SLBM-ები ატარებენ მრავალთავიან ბირთვულ ქობინებს, რაც აძლიერებს ბირთვულ შეკავებას, ხოლო U-6 ტორპედო, რომელიც ამერიკული MK-48 ტორპედოს მიხედვითაა შექმნილი, 450 ფუნტიან საბრძოლო ქობინს აწვდის 28 მილის მანძილზე. რა თქმა უნდა, ეს ცეცხლის ძალა არაფერს ნიშნავს, თუ წყალქვეშა ნავები, რომლებიც მათ ატარებენ, ამერიკის სონარისთვის ადვილად გასაგონებია.
თუმცა სამხრეთ ჩინეთის ზღვის მეჩხერწყლებში და პირველი და მეორე კუნძულთა ჯაჭვების გარშემო ეს განტოლება იცვლება. ლეგიონის 230 ფუტიანი კონტინენტური შელფები და რიფებით მოფენილი სანაპირო ზოლი სონარს ანაწევრებს. წარმოიდგინეთ, როგორ აირეკლება SQS-53C-ის სიგნალები სპრატლის მარჯნის რიფებზე. ეს პირობები ხელს უწყობს დიზელ-ელექტრო UN კლასის წყალქვეშა ნავების AIP სისტემით მიღწეულ სიჩუმესა და 22 ფუტიან ჩაძირვას, რაც მათ იდეალურს ხდის სადავო ფორპოსტებთან, როგორიცაა Fiery Cross-ი, ჩასაფრებისთვის. 8000 საზღვაო მილის გამძლეობით მას შეუძლია ამერიკულ ავიამზიდებს კვირების განმავლობაში უთვალთვალოს. ეს იდეალური შესაძლებლობაა YJ-18-ისთვის ჩასაფრებაში. ამერიკული ვირჯინია კლასის წყალქვეშა ნავები კი მეორე მხრივ შექმნილია 2000 ფუტამდე ჩაძირვისთვის და ასეთ მეჩეჩებში გარკვეულ უპირატესობას კარგავენ. მათი 33 ფუტიანი ჩაჯდომა საფრთხეს უქმნის ფსკერზე შეხებას მეჩეჩ წყლებში, თუმცა მათი BQQ-10 სონარი ანაზაურებს ამას, რადგან შეუძლია გადმოსცეს არეულ სიგნალებს იქ, სადაც ჩინური სონარები ჩამორჩებებიან. თუმცა ამ მეჩეჩებს მიღმა ღრმა წყლებში კონკურენცია აღარ არსებობს. მაგალითად, 3.1 მილის სიღრმის ლუზონის სრუტეში ამერიკულმა ბირთვულმა წყალქვეშა ნავებმა აჩვენეს უპირატესობა 30 კვანძიანი მუდმივი სიჩქარით და ქსელური AESR-ით P8 სადამკვირვებლო თვითმფრინავებთან, რაც საშუალებას აძლევს დისტანციურ დატვირთულ დარტყმებს. რეგულარული წყალქვეშა საბრძოლო წვრთნები, როგორიცაა შავი ქვრივი 2025, ჰავაის მახლობლად ზღვის დრაკონი 2025 და გუამის მახლობლად ჩატარებული მალაბარი 2025 ამუშავებდა ტაქტიკასა და კოორდინაციას მოკავშირეებთან. ეს დისტანციური ძალის პროექცია, რომელიც აერთიანებს სიზუსტესა და მდგრადობას, ამყარებს ამერიკის უპირატესობას იქ, სადაც სიღრმე ამის საშუალებას იძლევა. მაგრამ იქ, სადაც მათ ტექნოლოგიური ძალა აკლიათ, ჩინეთი იმედოვნებს, რომ რაოდენობით აინაზღაურებს. ჩინეთი ცდილობს შეამციროს სხვადასხვაობა წყალქვეშა ნავების წარმოების გაზრდით. იუნის კლასის წყალქვეშა ნავი დაახლოებით $200 მილიონი ღირს, მაშინ როცა ვირჯინიის კლასის წყალქვეშა ნავი $3 მილიარდ მეტია. რაც ნიშნავს, რომ ჩინეთი არა მხოლოდ აჭარბებს აშეთეშოს წარმოებაში, არამედ ამას ბევრად უფრო ნაკლები ხარჯით აკეთებს. ჩინეთის კიდევ ერთი სვლა ამ მიმართულებით არის წყალქვეშა დრონების, უფრო ზუსტად კი დიდი უპილოტო წყალქვეშა აპარატების განვითარება. არ არის ნათელი, რამდენად შეიძლება ეს ტექნოლოგია თამაშის წესების შეცვლას გამოიწვიოს, ან აპირებს თუ არა ჩინეთი მათ ბირთვული იარაღით აღჭურვას, რათა შექმნას რუსეთის პოსეიდონის UUV-ის ანალოგი. ამჟამად ისინი აღჭურვილია კონვენციური იარაღით და როგორც ჩანს, ძირითადად გამოიყენება სადაზვერვო და ნაღმების დასაგებად. თუმცა სულ მცირე ამ ეტაპზე ჩინეთს ამ მიმართულებით უპირატესობა აქვს. 2025 წლის სექტემბერში ფლანმა წარმოადგინა თავისი AJX-002 და HSU-100 დამატებით დიდი ზომის უპილოტო წყალქვეშა აპარატები, ანუ XXL უპილოტო წყალქვეშა აპარატები, რომელთა სიგრძე 60-დან 65 ფუტამდეა. კიდევ უფრო დიდი მოდელები, რომელთა სიგრძე 135-დან 150 ფუტამდეა, სატელიტურ სურათებზე შენიშნეს ჰაინანის მახლობლად მშენებლობის პროცესში. ეს მასიური პლატფორმები განკუთვნილია, რომ მასშტაბით კონკურენცია გაუწიონ ტრადიციულ დიზელის წყალქვეშა ნავებს, მაგრამ ეკიპაჟის გარეშე იმუშაონ. მიჩნეულია, რომ ისინი აღჭურვილია შორ მანძილზე მოქმედებისთვის და შესაძლოა ატარებდნენ ტორპედოებს, საზღვაო ნაღმებს, ან თუნდაც უშვებდნენ უფრო პატარა უპილოტო წყალქვეშა აპარატებს. კვლავაც არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჩინეთს სურს მათ ბირთვული იარაღი დაუყენოს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. პატარა მოდელები, როგორიცაა Kielinis ARV, ჰიბრიდული ავტონომიური დისტანციურად მართვადი აპარატი, რომელსაც შეუძლია ზღვის ფსკერზე გადაადგილება, და Haishen 6000 AUV, რომელსაც შეუძლია 3.7 მილის სიღრმეზე ჩაყვინთვა, წარმოაჩენს შესაძლებლობების ფართო სპექტრს. და ამ UUV-ების მრავალი უკვე აქტიურია. ჩინეთმა უკვე განათავსა თავისი CWING და HSU-001 UUV-ები, სადაზვერვო ნაღმური ომისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნით. მათი განთავსება დაფიქსირდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ინდოეთის ოკეანესა და თუნდაც წყნარ ოკეანეში. რომ არ ჩამორჩეს, ASHS-საც აქვს საკუთარი XL-UUV პროგრამა, რომელიც Boeing ორკერზეა დაფუძნებული. ორკერი არის 85 ფუტიანი, 85 ტონიანი ავტონომიური დიზელ ელექტრო წყალქვეშა ნავი, რომელიც განკუთვნილია გრძელვადიანი რამდენიმე თვიანი მისიისთვის, 6500 საზღვაო მილის მანძილზე. მისი 30 ფუტიანი მოდულური ტვირთის განყოფილება შეუძლია ატაროს 8 ტონამდე ტვირთი, მათ შორის ნაღმები, როგორიცაა დაგეგმილი Hammerhead, მცირე ზომის UUV-ები, სენსორები ან ელექტრონული ომის სისტემები. ეს ბევრად აღემატება მის ჩინურ ანალოგებს. თუმცა ორქას პროგრამას მნიშვნელოვანი დაგვიანებები და ხარჯების გადაჭარბება ჰქონდა, რაც 2022 წლის ბოლოსთვის გრაფიკს 3 წლით ჩამორჩებოდა და ბიუჯეტს $242 მილიონი აჭარბებდა. პირველი ორკა 2023 წლის დეკემბერში მიაწოდეს, ხოლო მეორე მხოლოდ 2026 წლის მარტშია დაგეგმილი მიწოდებისთვის. საბოლოოდ ავტონომიურმა წყალქვეშა ნავებმა შეიძლება წყალქვეშა ბალანსი ისეთივე დრამატულად შეცვალონ, როგორც ავტონომიურმა თვითმფრინავებმა ან დრონებმა ომი ცაში და ხმელეთზე გარდაქმნეს. უკრაინის მიერ საზღვაო დრონების გამოყენება შავი ზღვის რუსული ფლოტისა და შავი ზღვისა და ჩრდილოვანი ტანკერების ფლოტის ტერორიზებისთვის ამის ნათელი მაგალითია.
მაგრამ ამ ეტაპზე აშშ წყალქვეშა ნავების უდავო მეფეა. საბოლოოდ ერთი ვირჯინიის კლასის ატომური თავდასხმითი წყალქვეშა ნავი, რომელიც სკალბოროს რიფთან იმყოფება, რამდენიმე წუთში შეძლებს 40 ტომაჰავკის გაშვებას და ტაივანზე თავდასხმისთვის განკუთვნილი სადესანტო ფლოტის განადგურებას. ჩინეთში სრული პანიკის მდგომარეობა. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ახლახან იხილა, როგორ მიიღო მის მიერ 10 წლების განმავლობაში შაობაში აშენებულმა არმიამ ყველაზე სასტიკი გამოფხიზლების სიგნალი, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. სი ამას არასდროს ელოდა. როცა აშშ-მ ირანის დაბომბვა დაიწყო, სი ფიქრობდა, რომ ჩინეთი უსაფრთხოდ იყო. მაგრამ ის რაც სიემ ნახა აშინებს მას, რადგან ეს ჩინეთის პრეზიდენტს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს ეუბნება. ჩინეთი მზად არ არის. ის მზად არ არის იმ სამხედრო ძალისთვის, რომელიც აშშ-მ ახლახან დაამტკიცა, რომ შეუძლია გამოიყენოს, რაც შეაშინებს სიეს, რადგან ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ის მზად იქნება ტაივანზე შეჭრისთვის 2027 წელს. მაგრამ ჩინეთიც ასევე არ არის მზად იმ გეოპოლიტიკური ქარიშხლისთვის, რომელსაც შეხვდება თუ ოდესმე ომს დაიწყებს აშშ-ს. გეოპოლიტიკურ ასპექტს მოგვიანებით ვიდეოში განვიხილავთ, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით აშშ-მ რამდენიმე რამ დაგვანახვა ირანთან მოკლე ომის დროს, რაც სის ფეხქვეშ მიწას გამოაცლის. პირველ რიგში აშშ-მ დაამტკიცა, რომ შეუძლია მთელი ქვეყნის თვალები დაუბრმაოს თავდასხმამდე. ზუსტად ეს გააკეთა ირანში, როგორც სადაზვერვო ანალიტიკოსი და კიბერუსაფრთხოების ექსპერტი რაიან მაკბეთი ავლენს ვიდეოში, რომელიც YouTube-ზეა გამოქვეყნებული. აშშ-ს შეეძლო კოორდინაცია გაეწია საჰაერო, კოსმოსურ და კიბერქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სენსორული ქსელების, ასევე სარდლობისა და მართვის სისტემების დარღვევას, რის შედეგადაც ირანს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შესაძლებლობა დაენახა, დაეკოორდინირებინა და ეპასუხა, ამბობს მაკბეთი. სინამდვილეში აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი დარტყმა იმის პირველ საათებში ირანში მთავარი არ იყო ბომბებისა და რაკეტების ჩამოგდება, არამედ კოორდინირებული მცდელობა ირანის სისტემების გათიშვისა. რაც ზრდიდა აშშ-ს შანსებს, ეპოვა სამიზნეები ისე, რომ ირანს არაფერი გაეკეთებინა ამის წინააღმდეგ. Lawfare Media ამბობს, რომ ეს კიბეროპერაციები გადამწყვეტი იყო ირანის უმაღლესი ლიდერის ალი ხომეინის ადრეულ ეტაპზე ლიკვიდაციისთვის, რადგან მათ აშშ-სა და ისრაელს საშუალება მისცა გაეგოთ, როდის შეხვდებოდა ხომეინი უმაღლეს ოფიციალურ პირებს, რაც იდეალურ დროს ქმნიდა დათმობისთვის. სხვა კიბერ და სადაზვერვო ოპერაციებმა უზრუნველყო, რომ აშშ-მ ირანში საჰაერო თავდაცვის ქსვის ქსელის დიდი ნაწილი გამორთო, მანამდე სანამ ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს ბრძოლის ველზე გაგზავნიდა. იმ დროისთვის, როცა ირანი პასუხზე ფიქსსაც კი შეძლებდა, ათასობით ობიექტი უკვე განადგურებული იყო და ირანი უკვე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მალე დაუბრუნდებით ამერიკის შეტევის მასშტაბებს. მაგრამ ირანის თვალებისა და ყურების გათშვით, აშშ-მ ჩინეთს ზუსტად აჩვენა, რას გააკეთებდა ამ ორ ქვეყანას შორის ომის შემთხვევაში. ეს მხოლოდ აშშ-ს დათმობის ძალასა და მასშტაბს არ ეხება, ეს ასევე პრობლემაა საფასურო ქმედებებისთვისაც. თუ ანტიგემის რაკეტის ეკიპაჟის წევრი ხარ და ტელეფონის მეორე მხარეს არავინ გეუბნება, ისროლო და სადისროლო არის, ამბობს მაკბეთი. და სწორედ ეს არის ის მთავარი, რაც აშშ-მ ირანში გააკეთა და რაც სიემ ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს. შეგიძლია შექმნა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაკეტების არსენალი, როგორც მიიჩნევა, რომ ჩინეთმა გააკეთა. მხოლოდ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების მიმართულებით, Newsweek-ის თქმით, ჩინეთს 550 გამშვები დანადგარი და დაახლოებით 400 რაკეტა აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, როცა მართვისა და კონტროლის სისტემა ისე ეფექტურად არის გათიშვილი, რომ ამ ობიექტების ოპერატორებს და ჩინეთის სხვა მრავალ გამშვებ პუნქტზე მყოფებს სამხედრო ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია აღარ შეუძლიათ. ეს ცუდი ამბავია სი ძინპინისთვის, აშშ-სთან დაპირისპირების შემთხვევაში. სი ძინპინისთვის საქმე კიდევ უფრო მძიმდება, როცა ამ ყველაფერში ტაივანს ჩავრთოთ, რომელიც მისი ყველაზე სავარაუდო სამიზნეა. როგორც მაკბეთი განმარტავს, ჩინეთის გეგმა ტაივანთან მიმართებაში ნაკლებად ეხება ჯარისკაცების სანაპიროზე გადასვლას, თუმცა ამასაც ეცდებიან. გეგმაა ტაივანი რაკეტებით დაბომბონ და ამისთვის სარდლობა და მართვა-გამართვად უნდა მუშაობდეს. აშშ-მ ირანში დაამტკიცა, რომ შეუძლია ეს ყველაფერი ჯერ კიდევ თავდასხმამდე გამორთოს და ეს სი ძინპინისთვის მძიმე გამოფხიზლებაა. ეხლა ცოტა ხნის წინ სამიზნეები ვახსენეთ. ეს გვიყვანს მეორე პრობლემამდე, რომელსაც სი-აშშ-ს ირანში ქმედებების შემდეგ აწყდება: სუფთა შოკი და ზრწოლა. როდესაც ირანის თვალები და ყურები გამორთეს, აშშ-მ ირანის მთელ სამხედრო ინფრასტრუქტურას გადამეტებული ძალით შეუტია. აშშ-მ აჩვენა, რომ შეუძლია პირველივე დღეს განახორციელოს ისეთი მასშტაბური დათმობები, რომ ერთდროულად დაახლოებით 1000 სამიზნეს დაარტყას. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ კონფლიქტის დაწყებიდან Breaking Defense იუწყება, რომ აშშ-მ ირანზე 3000-ზე მეტი დათმობა განახორციელა და ამ პროცესში მის 53 გემს დაარტყა. იმ სარდლობისა და მართვის ცენტრების გარდა, რომლებიც უკვე ვახსენეთ, აშშ-მ ირანის დრონებისა და რაკეტების წარმოებისა და გაშვების ობიექტებსაც დაარტყა. იმ დონემდე, რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით ირანის დრონების გაშვება ახლა 83%-ით არის შემცირებული, ხოლო ბალისტიკური რაკეტების შეტევები 90%-ით არის შემცირებული. იმ პირველ მცდელობებთან შედარებით, რაც ირანმა საფასუხოდ განახორციელა. ეს მასშტაბი არის გზავნილი ყველასთვის, ვინც მომავალში შეიძლება აშშ-ს წინააღმდეგ წავიდეს. აშშ ახორციელებს დარტყმებს ისეთ მასშტაბზე, როგორცაც არავინ წარმოიდგენდა. მაკბეთის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ქარიშხალს მოხვეს ცუნამი, როგორც ესე ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალში, ჩვენ ეს პირველივე ღამეს 1000 ტორნადოს ვაკრით. და ის მართალია. აშშ-მ აჩვენა თავის შესაძლებლობა დააკოორდინიროს თვითმფრინავები და ბომბდამშენები კოსმოსურ, კიბერ და საზღვაო დანაყოფებთან, რაც წარმოაჩენს საბრძოლო გამოცდილების მქონე შესაძლებლობებს, რომლებიც ჩინეთს უბრალოდ არ გააჩნია.
სი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ჩინეთიც შეძლებს მსგავსის გაკეთებას, მაგრამ ჩინეთის უზარმაზარი არმია თანამედროვე ეპოქაში არასდროს გამოცდიო. აშშ-მ დაამტკიცა რა შეუძლია ირანში. და ეს ნიშნავს, რომ სი იცის, რომ აშშ-ს შეუძლია იგივე გაუკეთოს ჩინეთს, თუ ის საკმარისად სულელია და ტაივანზე შეჭრას დაიწყებს, რაც აშშ-ს ჩათვას გამოიწვევს. კიდევ ბევრია სათქმელი, რასაც ვიდეოს განმავლობაში განვიხილოთ. შემდეგი სიაში ამერიკის შორ მანძილზე მოქმედი სტელს შესაძლებლობებია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აშშ ირანის დასამარცხებლად ძველ არასტელს ბომბდამშენებს იყენებს, ომის პირველ საათებში აშშ-მ თავისი ბიორი სპირიტის სტელს ბომბდამშენები გამოიყენა. ამ ბომბდამშენებმა ზუსტი დარტყმები განახორციელეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების თვალწინ, რაც თავისთავად შთამბეჭდავია. თუმცა სწორედ ამ სტელს შეტევის უზარმაზარმა მანძილმა მიიპყრო სი ძინპინის ყურადღება. ამერიკის B-52 ბომბდამშენებმა 37 საათიანი იქით უკანო ფრენა შეასრულეს კონტინენტური შეერთებული შტატებიდან ირანში, რათა კამპანიის საწყის საათებში ზუსტი დათმები მიეყენებინათ ირანის რამდენიმე ობიექტზე. ისინი თაში დაჩნენ იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს ჰაერში საწვავის შევსების დიდი ავიაპარკი აქვს. დაფიქრდით, რას ნიშნავს ეს სი ძინპინისთვის? ეხლა მან იცის, რომ ამერიკელი პილოტები იმდენად მაღალ დონეზე არიან მომზადებულები, რომ შეუძლიათ დაახლოებით 1 დღე-ნახევარი შეჩერების გარეშე იფრინონ. მაინც ზუსტად განახორციელონ დათმები და შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. აქ არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა ჩინეთი მიუწვდომელია. თუ აშშ-ში გადაწყვეტს ჩინეთის დაბომბას, როგორც ეს შეიძლება მოხდეს ტაივანში შეჭრის შემთხვევაში, ჩინეთს არაფრის გაკეთება არ შეუძლია ბეორიების წინააღმდეგ. გარდა იმედისა, რომ მისი საჰაერო თავდაცვა, რომელიც უკვე შესუსტებული აშშ-ის სტრატეგიით ჩინეთის თვალებისა და ყურების გათიშვის გზით, დამეს შეძლებს მათ წინააღმდეგ. აქვს თუ არა ჩინეთს მსგავსი შესაძლებლობა? შეიძლება ყავდეს H-20. ეს არის სტელს ბომბდამშენი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს აშშ-ის საუკეთესო ბომბდამშენებს. მაგრამ Aerospace Global News-ის ცნობით, ბომბდამშენი 2025 წელს ფიგურალურად რომ თქვათ, გაქრა რადარებიდან. რამდენიმე წელი მაინც დასჭირდება, სანამ აშშ-ისთვის რაიმე საფრთხე შექმნის. და თუნდაც დღეს იყოს ხელმისაწვდომი, ისევ იმ საკითხს უბრუნდებით, რაც ადრე ვთქვით. აშშ-მ ახლახან დაამტკიცა, რა შეუძლია მის სტელს ბომბდამშენებს ირანში. ჩინეთის შესაძლებლობები ამ ეტაპზე ძირითადად თეორიულია. ამიტომ სი ძინპინს უწევს იმ ფაქტთან გამკლავება, რომ იცის, აშშ-ს აქვს შორ მანძილზე მოქმედი სტელს ტექნოლოგია, მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული არ არის, რომ შეუძლია თქვას, ჩინეთი ამ მიმართულებით აშშ-ს გაუტოლდება. და რაღაცნაირად სი ძინპინისთვის სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. ჯერჯერობით ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაამტკიცა აშშ-მ არაერთხელ თავისი შესაძლებლობების სამხედრო სფეროში. შეიძლება ათასობით სამიზნე დაარტყას რამდენიმე დღეში, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი სტელს შესაძლებლობები და მოწინააღმდეგის თვალები და ყურები გაანადგუროს. თუმცა არსებობს ბევრად უფრო ეგზისტენციალური საფრთხე, რომელსაც სის უქმნის ის, რაც აშშ-მ ირანში გააკეთა და ეს ის თემა, რომელიც ადრე მოკლედ ვახსენეთ. ალი ხამენეი გარდაიცვალა. ეს მთლიანად ცვლის იმას, თუ როგორ უნდა მიუდგეს სი ნებისმიერ ომს, რომელიც შესაძლოა აშშ-ის ჩარევის მიზეზი გახდეს. სხვათა შორის მსგავსი კიდევ ბევრი, ასე რომ თუ თქვენთვის საინტერესოა The Military Show, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ისაც აშშ-მ აჩვენა სიეს ირანში არის ის, რომ კონფლიქტის დაწყებისთანავე ისინი მიზანში იღებენ ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობას. მაკბეთი განმარტავს და ამბობს, პირველი ტალღა სინქრონიზებული იყო ისრაელის იერიშთან ირანის უმაღლეს ლიდერზე. აქ მთავარი დასკვნა ის არის, რომ აშშ-ის დაზვერვაც ხვეწ, სულს თუ არა დაეხმაროს მოკავშირეს იპოვოს რაღაც, რაც უკიდურესად კარგად არის დაცული. ზოგჯერ ეს შესაძლებელია. ეს კი საინტერესო კითხვებს აჩენს სისთვის. შეძლებს ჩინეთი თავისი უმაღლესი ხელმძღვანელობის დაცვას? ირანმა ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ირანს ამ მიზნისთვის სპეციალურად შექმნილი მიწისქვეშა ბუნკერების უზარმაზარი ქსელი ჰქონდა. შესაძლოა ჩინეთსაც ჰქონდეს მსგავსი რამ, მაგრამ იცის, რომ აშშ-ს და ისრაელს მაინც შეუძლიათ მათი დათვმა. საკმარისი აშშ-მ გაიგოს ერთი შეხვედრის, ერთი გამოჩენის შესახებ და ყველაფერი დასრულდება. სის სცენიდან გაიყვანენ და ის ამას კარგად იცის. მაგრამ ჩინეთის პრეზიდენტისთვის საქმე კიდევ უფრო მძიმდება. აშშ-მ და ისრაელმა აჩვენეს, რომ ისინი არ ჩერდებიან მხოლოდ ყველაზე მაღალ ეშელონებზე. ირანის მასშტაბით პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები განადგურდნენ მასიურ საჰაერო დარტყმებში, რომლებიც ქვეყანას მიზნად ესმოდა. ეს ნიშნავს, რომ სი ვეღარ სხვებს დაეპნობა თავისი საქმის გასაგრძელებლად, თუ აშშ-ს რაკეტებითა და ბომბებით მიადგება. როგორც Sky News-ი უცხება, ისრაელი ამტკიცებს, რომ ირანის დაახლოებით 40 უმაღლესი სამხედრო მეთაური გაანეიტრალეს აშშ-სთან ერთად განხორციელებული საწყისი დათმების დროს. ამჟამად ირანმა უკვე აირჩია ახალი უმაღლესი ლიდერი. მოკლე პერიოდის შემდეგ, როდესაც სამკაციანმა დროებითმა საბჭომ ლიდერის მოვალეობები შეითავსა, ექსპერტთა ასამბლეამ სწრაფად დანიშნა მოჯტაბა ხამენეი, მიცვალებული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი. მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ექსპერტთა ასამბლეას ახლა დიდი ქილასარებავი და ფუნჯი აქვს, რათა სამიზნე სხვის ზურგზე დახატოს. თუ სი მსგავს დარტყმებს ემსხვერპლებოდა ჩინეთში ვინმე საერთოდ მოისურვებდა ამ თანამდებობას, როცა აშშ-ს შეტევაზია. სი ირანში ხედავს კოორდინირებულ მცდელობას, რომელიც მთელი ქვეყნის რეჟიმის თავკაცობის მოშლას ისახავს მიზნად და ეს მუშაობს. სისთვის დრო ყველაზე ცუდია, რადგან ის უკვე გარკვეული დროა ჩინეთის სამხედრო სტრუქტურის ხელმძღვანელობას ამცირებს. 3 მარტს BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა 3 გამოცდილი სამხედრო გენერალი, გაო ძინი, ლიუ ლეი და ჰან ვეი გუო, უმაღლესი პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოდან გაათავისუფლა.
ხოლო 3 დღით ადრე 27 თებერვალს BBC-მ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა 19 ოფიციალური პირი, მათ შორის 9, რომლებიც ხალხის განმათავისუფლელ ბელარმიაში მსახურობდნენ, გაათავისუფლა, რადგან C ცდილობდა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლების კონსოლიდაციას. იმის შემდეგ, რაც ირანში მოხდა, C შეიძლება ამ ნაბიჯებს დიდ შეცდომებად აღიქონდეს. გამოცდილი ოფიციალური პირები გაათავისუფლეს და სავარაუდოდ მათ ადგილს დაიკავებენ მორჩილი ადამიანები, რომლებიც ზუსტად შეასრულებენ იმას, რასაც C უბრძანებს. ეს C-თვის კარგია, სანამ ცოცხალია და ხელისუფლებაშია, მაგრამ რა მოხდება, როცა ის ASCII-ის მიერ პირდაპირ მის ერთ-ერთ ბუნკერში ჩაგდებული ბომბის გამო აღარ იქნება? ჩინეთის მთელი სამხედრო და პოლიტიკური სტრუქტურა დაიშლება, ზუსტად ისე როგორც ახლა ირანში ვხედავთ. მაინც ჩინეთს რაღაც უპირატესობა აქვს. ირანის მსგავსად ჩინეთსაც აქვს რაკეტებზე დაფუძნებული სტრატეგია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს აშეთეშოს წინააღმდეგ. უარყოფა შეუძლებელია, რომ ჩინეთი ამ მიმართულებით ირანზე ძლიერია, რადგან ის აგროვებს უზარმაზარ რაკეტების მარაგს, როგორც ტაივანზე შეჭრისთვის, ასევე თავდაცვისთვის. ადრე ახსენეთ ჩინეთის ბალისტიკური რაკეტების მარაგი. ირანსაც აქვს საუთარი უზარმაზარი მარაგები, ზოგიერთის აზრით ისრაელში. ქვეყანა 2027 წლისთვის 8000 ბალისტიკური რაკეტის დაგროვების გზაზე იყო, აშეიშუსა და ისრაელის დათმობამდე. საბლობისა და მართვის ცენტრების განადგურებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის შესაძლებლობა გაშვებისათვის, მაგრამ ეს შესაძლებლობა სულად არ აღმოფხვილა. C იმედს ამ ფაქტზე ამყარებს, რათა საკუთარი რაკეტებზე დაფუძნებული სტრატეგია გაამყაროს. თუმცა ჩინეთსაც მოუწევს თავისი გაშვების ადგილების დაცვა, რადგან აშშ მაჩვენა მიდრეკილება ირანის ობიექტებზე დარტყმისადმი. C-ის ამბიციისთვის, რომ ტაივანი დაიპყროს, ეს ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ბალისტიკური რაკეტების ობიექტებს საჰაერო თავდაცვის დაცვა დასჭირდებათ, განმარტავს მაკბეთი და ამატებს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები დანაყოფ შეიძლება გაიგზავნოს ტაივანში, რათა რეალურად უზრუნველყონ შეჭრის დაფარო. ეს ასევე ნიშნავს, რომ ეს ბალისტიკური რაკეტების დანაყოფები ბევრად ნაკლებად მობილურები იქნებიან. ჩინეთი კუთხეში აღმოჩნდება, ზუსტად ისე როგორც ირანი აღმოჩნდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიმართულებით. მას სჭირდება გამშვები დანადგარების მუდმივად გადაადგილება, რადგან ყოველი რაკეტის გაშვების მცდელობა წარმოქმნის დიდ სიგნალს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გამშვები დანადგარების სამიზნედ მალე. პრობლემა, რომელსაც ეს ჩინეთისთვის ქმნის, ის არის, რომ მისი გამშვები დანადგარები უფრო მეტ დროს ატარებენ გადაადგილებაში, ვიდრე რეალურად სროლაში. რაც ნიშნავს, რომ C ძინპინის რაკეტების შესაძლებლობები მცირდება, მაშინაც კი თუ აშშ-ს სროლაც კი არ დასჭირდა. პასუხის შიშის გამო ჩინეთის წარსული გეგმები, რომლის მიხედვითაც მტრის მასიური რაკეტური შეტევებით გადატვირთვა იგეგმებოდა, უნდა გადაიდოს და მის ნაცვლად უფრო იშვიათი დარტყმები და მუდმივი გადაადგილება გახდეს პრიორიტეტი. გარდა ამისა, ჩინეთი აშშ-ს უამრავ სამიზნეს თავაზობს. იმ 550 კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარის გარდა, რომელიც უკვე ვახსენეთ, Business Insider-ის ინფორმაციით პენტაგონი მიიჩნევს, რომ ჩინეთს 300 საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი აქვს. დაამატეთ 150 გამშვები დანადგარი ხმელეთზე განთავსებული ფთოსანი რაკეტებისთვის, 250 გამშვები დანადგარი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისთვის და 300 შუალედური სიშორის ბალისტიკური რაკეტებისთვის და ჯამში მიიღებთ 1550 ბალისტიკური რაკეტის გამშვებ დანადგარს. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ს ძალიან ბევრი სამიზნე აქვს დასათმელად. ჩინეთისთვის ამდენი გამშვები დანადგარის ქონა ნიშნავს, რომ მას შეეძლება რაკეტებზე ორიენტირებული სტრატეგიის გაგრძელება უფრო დიდხანს ვიდრე ირანს. თუმცა ეს სტრატეგია მუდმივად დასუსტდება, რადგან აშშ-ში მაჩვენა, რომ ურჩევნია თავად მშვიდოსანს დაატვას და არა ისრებს. სხვა სიტყვებით ვთქვათ და იგივე ვთქვით სადლობისა და მართვის ცენტრების შესახებაც, რაკეტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როცა გამშვები დანადგარები არ გავს, ვერ აგაუშვებ მათ. დაამატეთ ყველაფერი, რაც აქამდე განახილეთ და მიიღებთ უამრავ სამხედრო გამოწვევას, რომლებიც ახლა C ძინპინს პირდაპირ თვალებში უყურებს, როცა ის აკვირდება, რას აკეთებს აშტებს აშშ-ში ირანში. ჩინეთის პრეზიდენტი იცის, რომ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც აშშ-ში ჩართულობას გამოიწვევს, მის ქვეყანას იმავე შოკისა და შიშის სტრატეგიის წინაშე დააგანებს. და მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, რომ ჩეჭონ სტრატეგიის ძირითადი დარტყმა აიტანოს ვიდრე ირანი, კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც C ძინპინს ფეხებს აუკანგალებს. ირანმა C ძინპინს აჩვენა, რომ აშშ-ში ძალაუფლებაზე დაფუძნებული მიდგომა გლობალური გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად ეფექტური აღმოჩნდა. აშშ-ის დატყვემზე თავის ტერიტორიაზე პასუხად ირანი თავს ესხმის აშშ-ის ბაზებსა და სამხედრო ობიექტებთან ახლოს მდებარე სამიზნეებს სპარსეთის ყურის რეგიონში. მარტის 8-ს CNBC-მ აღნიშნა, რომ ბაჰრეინს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და რამდენიმე სხვა სახელმწიფოს, რომელსაც ირანი აშშ-ის მოკავშირეებად მიიჩნევს, დრონებითა და რაკეტებით თავს დაესხნენ. ეს ირანის მხრიდან არასწორი გათვლა. ის ცდილობს დააშინოს ეს სახელმწიფოები მაშინ, როცა მისი მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა ინგრევა და ასეთი მიდგომა შეიძლება საბოლოოდ გაამყაროს აშშ-ის მოკავშირეობა სპარსეთის ყურის რეგიონში, ნაცვლად იმისა, რომ დააზიანოს იგი. ირანი საკუთარ თავს გეოპოლიტიკურ მოწამედ აქცევს, რადგან ცდილობს აშშ-ს ავნოს სხვა ქვეყნებზე თავდასხმით. C იცის, რომ ჩინეთი ძალიან მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ აშშ-სთან ომს წამოიწყებს, როგორც მაკბეთი განმარტავს. ამ კონფლიქტიდან რამდენიმე დღეში უფრო მეტი მოკავშირე ხვდება, რომ ირანი ახლო აღმოსავლეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა და ჩინეთმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, ამბობს მაკბეთი. ის აღნიშნავს, რომ აშშ-ს სამხედრო ბაზები აქვს სამხრეთ კორეაში და იაპონიაში, ასევე როტაციული ბაზები ავსტრალიასა და ფილიპინებში. C-ს მოუწევდა ამ ბაზებზე დარტყმა, რათა შეეცადა შეემცირებინა აშშ-ს შეტევის ძალა, თუ ომი ოდესმე დაიწყება. მაგრამ ეს მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ ეს 4 ქვეყანა ჩაერთვება ბრძოლაში, რაც ჩინეთს კიდევ უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება იმის შედეგად, რომ C ასრულებს თავის გეგმას და იჯრება ტაივანში.
ისაც პატარა კუნძულოვან ქვეყანაში შეჭრა უნდა ყოფილიყო, გადაიქცევა ომში ჩინეთსა და ტაივანსა და აშშ-ს შორის. და როცა ჩინეთი ცდილობს აშშ-ს წინააღმდეგ ბრძოლას, ის ომში უფრო ძლიერ ქვეყნებსაც ჩართავს, რომლებიც ყველა მას დაუპირისპირდება. რაც შეეხება მოკავშირეებს, რუსეთი ათასობით მილის დაშორებითაა და შეიძლება კარგად ახსოვდეს, რომ ჩინეთმა პირდაპირ არ დაუჭირა მხარი მის უკრაინაში შეჭრას. ირანი უკვე ფაქტობრივად გამორიცხულია და ჩინეთის მიდგომა, რომლითაც ის გეოპოლიტიკურ გავლენას ინვესტიციებით იძენს, საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ პატარა ქვეყნები ასეთი მასშტაბური ომში ჩართოს. აქ ჩვენ ხედავთ ორ განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სტრატეგიას მოქმედებაში. აშშ ყურადღებას ამახვილებს ძალაზე, როგორც ამას ადასტურებს ასობით სამხედრო ბაზა, რომელიც მთელ მსოფლიოში აქვს აშენებული. ალ-ჯაზირას მიხედვით, აშშ-ს დაახლოებით 750 ბაზა აქვს განთავსებული 80 ქვეყანაში. ჩინეთს მეორეს მხრივ მხოლოდ ერთი საჯაროდ აღიარებული სამხედრო ბაზა აქვს საკუთარი ტერიტორიის გარეთ, რომელიც ჯიბუტიში მდებარეობს და უფრო ლოგისტიკურ ბაზას წარმოადგენს, ვიდრე რამე სხვას. ჩინეთი ამის ნაცვლად მილიარდობით დოლარს დებს მცირე ქვეყნების განვითარებაში დახმარებისთვის. რაც კარგია როგორც გრძელვადიანი გეგმა, მაგრამ ეს დიდად ვერ დაეხმარება ჩინეთს 2027 წელს თუ ის ტაივანში შეჭრას გადაწყვეტს და აშშ-ს ჩაერევა. ჩინეთმა თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენა, სადაც მას საკუთარ ტერიტორიაზე აკავებს ქვეყანა, რომელსაც ბაზები აქვს ჩინეთის გარშემო მდებარე ბევრ დიდ სახელმწიფოში. და ზუსტად ისე როგორც ირანის შემთხვევაში ვხედავთ, ეს ბაზები ჩინეთის სამიზნე გახდება, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და გამოიწვევს ომს, რომელიც სი ძინპინის კონტროლს გაცილებით გასცდება. ალბათ გამოცემა The Diplomat ყველაზე კარგად ამბობს ამას, როგორც მან 7 მარტს განაცხადა. 30 წლეულის განმავლობაში ჩინეთის რეგიონული პარტნიორობების თვალყურის დევნებისას აღმოაჩინეთ, რომ პეკინის გავლენა მუდმივად პიკს აღწევს ხელმოწერის ცერემონიებზე და ხრება, როდესაც უსაფრთხოების რისკები ჩნდება. მედიის ცნობით, პეკინმა ახლო აღმოსავლეთის სტრატეგია ააგო გავლენაზე, სამხედრო ყოფნის გარეშე. ეს ახლა ირანშიც ჩანს, რადგან ჩინეთი არ ჩქარობს რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც თითქოს მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეა. რა მესიჯს უგზავნის ეს იმ მრავალ ქვეყანას, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისით ბევრად პატარა არიან ირანზე, იმის შესახებ, რას გააკეთებდა ჩინეთი მათთვის, თუ ისინი ომში ჩაებმებოდნენ აშშ-სთან. ეს კარგი მესიჯი არ არის და ნიშნავს, რომ ჩინეთის ფინანსურ სტრატეგიას გავლენის მოსაპოვებლად მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმას, რასაც აშშ-ს თავაზობს თავის მოკავშირეებს. უსაფრთხოება და ძალაუფლება ყველაფერია საომარი ვითარების დროს. ჩინეთი არც ერთს თავაზობს თავის მრავალ პარტნიორსა და მოკავშირეს და სიიცის ეს. ისაც ირანში ხდება ამტკიცებს ამას. ჩინეთის უმოქმედობა უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი ფული, რომელსაც ის ანაწილებს. მალე თუ გვიან, როგორც მაგბეტი ამბობს, ჩინეთი იძულებული იქნება დაადგას მიუმხრობელ ქვეყანას აშშ-სთან ომში, ზუსტად ისე როგორც ირანი. და როცა ეს მოხდება, სი მიხვდება, რომ აშშ-ს ყავს მოკავშირეები, რომლებიც იბრძოლებენ, ხოლო ჩინეთს არა. როდესაც მის მხარეს საკუთარი ქვეყნის გარდა არავინ დგას, სი უყურებს ირანს და ხედავს მომავლის ომის აჩრდილს, თუ ის აშშ-სთან დაპირისპირებას გადაწყვეტს. წლების განმავლობაში დაძაბულობის შემდეგ პაკისტანმა საბოლოოდ გააკეთა ის, რაც წარმოუდგენელი იყო. მან სუმასშტაბიანი ომი დაიწყო ავღანეთის თალიბანის წინააღმდეგ, რაც კონფლიქტს გამოიწვევს და ისეთი შეგრძნებაა თითქოს მესამე მსოფლიო ომს უახლოვდებით. როდესაც ბომბები ცვივა უკრაინაში, რუსეთში, ირანში და აშშ-ს სამხედრო ბაზებზე მთელ ახლო აღმოსავლეთში, კიდევ ერთი რეგიონი ქაოსის ზღვარზეა, რადგან ღია ომი ვითარდება ორ საშიშ ძალას შორის. პაკისტანსა და თალიბანის მიერ მართულ ავღანეთს შორის ბოლო და ალბათ ყველაზე საშიში დაძაბულობის გამწვავებაში. საზღვრის კონფლიქტების სერია გადაიქცა იმაში, რასაც პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ხვაჯა მოჰამად ასიფი ახლა ღია ომს უწოდებს. მისი თქმით, პაკისტანი მზად არის თალიბანის წინააღმდეგ ომი აწარმოოს, რადგან მოთმინება ამოეწურა. როგორ მივედით აქამდე? რატო ხდება ეს ომი ახლა და რას ნიშნავს ეს პაკისტანისთვის, ავღანეთისთვის და მთლიანად რეგიონისთვის? ვიდეოს განმავლობაში ამ ორ უკანასკნელ კითხვაზე მრავალ პასუხს განვიხილავთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მივედით აქამდე, ყველაფერი დაიწყო 26 თებერვალს, როდესაც თალიბანის სამხედრო გთამ დურანდის ხაზზე, რომელიც ფაქტობრივად პაკისტანსა და ავღანეთს ყოფს, პაკისტანის პოზიციებზე თავდასხმების სერია წამოიწყო. დაახლოებით 1600 მილი მთებსა და უდაბნოებში გადაჭიმული ეს სადაო საზღვარი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა პაკისტანსა და თალიბანს შორის დაპირისპირების მიზეზი, როგორც მალე გაიგებთ, და ახლაც იგივე როლი შეასრულა. BBC-ის ინფორმაციით, თალიბანის შეტევა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 8 საათზე დაიწყო და მოიცვა საზღვრისპირა პროვინციები: კუნარი, ხოსტი, ნანგარჰარი, ნურისტანი, პაქტია და პაქტიკა, რომელთაგან ამდენიმე პაკისტანის სამხედრო ბაზებს მასპინძლობს. თალიბანი ამტკიცებს, რომ ამ ბაზებზე თავდასხმები განახორციელა პაკისტანის 22 თებერვლის ავიადართმებზე პასუხად, რომლებიც პაკისტანის მტკიცებით ავღანეთის ტერიტორიაზე მყოფი მებრძოლთა ბანაკებს შეეხო. CNN-მა მაშინ ეს ინციდენტი მეზობლებს შორის მყიფე მშვიდობის სერიოზულ გამოცდად შეაფასა. 26 თებერვალს ეს გამოცდა წარუმატებლად დასრულდა. ავღანეთის თალიბანმა საპასუხო შეტევა განახორციელა. თალიბანის საზღვრის დათმებს პაკისტანის მხრიდან თითქმის მყისიერი პასუხი მოჰყვა. მათ განაცხადეს, რომ თალიბანმა არასწორად შეაფასა სიტუაცია და პროვოკაციის გარეშე გახსნა ცეცხლი ხაიბერ პახტუნხვას ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის რამდენიმე ადგილზე.
პაკისტანმა 27 თებერვლის დილის საათებში დაიწყო ბომბ-დამშენი იერიშების სერია იმ პოზიციებზე, რომლებიც მათი მტკიცებით თალიბანისაა ავღანეთში. ეს მოიცავდა რამდენიმე თავდასხმას სასაზღვრო პროვინციებზე და დარტყმებს ქაბულში არსებულ სამიზნეებზე. CNN ამატებს, რომ პაკისტანს სავარაუდოდ სპეციალურად ქაბული ჰქონდა სამიზნედ არჩეული, რადგან ეს არის ჰიბათულა ახანზადას დაბადების ადგილი, რომელიც თალიბანის იდუმალ ლიდერია. ჯერ უცნობია, იყო თუ არა ეს დარტყმები ჰიბათულა ახანზადას ლიკვიდაციის მიზნით დაგეგმილი, თუ უბრალოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. თუმცა პაკისტანის მიერ თალიბანის სასაზღვრო თავდასხმებზე პასუხის ოპერაციას სამართლიანი რისხვად მონათლა უფრო პირველ ვარიანტზე მიუთითებს. თუ პაკისტანს მართლაც ჰქონდა თალიბანის ლიდერის მოკვლის განზრახვა, ამ მიზნის მიღწევის შესახებ დადასტურება არ არსებობს. თალიბანი ნამდვილად არ დაადასტურებდა თავისი ლიდერის სიკვდილს, თუნდაც ეს მართლაც მოუხდარიყო. პაკისტანის პასუხის შემდეგ თალიბანის პრესპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც შემდეგ წაიშალა. ამ პოსტში მან განაცხადა, რომ თალიბანმა პაკისტანის ამ თავდასხმებს უპასუხა სამხედრო პოზიციებზე დარტყმებით, ჰელმანდსა და კანდაჰარში. თუმცა რამდენად მართალია ეს განცხადება სადავო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოსტი, რომელშიც დარტყმებზე იყო საუბარი, მალევე წაიშალა გამოქვეყნების შემდეგ. პაკისტანმა ასევე განაცხადა, რომ თალიბანის დრონებმა 3 ადგილას მიიტანეს იერიში, მას შემდეგ, რაც ბრძოლა დაიწყო. ამ სამიდან 2 სამხედრო ობიექტია, მათ შორის სამხედრო აკადემია აბოტაბადში და საარტილერიო სკოლა ნაუშერაში. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით თალიბანის ერთ-ერთი დრონი სავაბიში დაწყებითი სკოლის მახლობლად ჩამოარდა. ეს დრონი სწორედ სკოლის დასარტყმელად იყო განკუთვნილი. ეს ნიშნავს, რომ თალიბანი სამიზნედ მშვიდობიან მოსახლეობას ირჩევს. ასევე უპრეცედენტოა თალიბანის მიერ დრონების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება, რადგან აქამდე მიიჩნეოდა, რომ ორგანიზაციას მხოლოდ სამოქალაქო დრონებზე ჰქონდა წვდომა. ამჟამად ქვეყნები ერთმანეთზე საპასუხო დარტყმებს აყენებენ. სხვეპლი იზრდება, თუმცა ზუსტად რამდენად დიდია დანაკარგები, რთული დასადგენია. CNN-ის ინფორმაციით, თალიბანი ამტკიცებდა, რომ პაკისტანის დარტყმებს 19 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა და კიდევ 26 დაშავდა 27 თებერვლის მდგომარეობით. როგორც ამბობენ, მსხვერპლთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, თუმცა ეს განცხადება შესაძლოა თალიბანის მხრიდან პროპაგანდისტული სვლა ქულების მოსაპოვებლად. თითოეულმა მხარემ საკუთარი მონაცემები წარმოადგინა, თუ რამდენი მებრძოლი დაიღუპა. თალიბანის თქმით, თალიბანის თავდასხმების შედეგად 55 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, რის შემდეგაც თალიბანმა განაცხადა, რომ პაკისტანისგან 19 პოსტი აიღო. ეს წარმატებები შედარებით მცირე დანაკარგებით იქნა მიღწეული. თალიბანის 8 მებრძოლი დაიღუპა და 11 დაიჯრა. თუმცა პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პრესპიკერი მოშარად ზაიდი სრულიად განსხვავებულ სურათს აღწერს. ის ამტკიცებს, რომ თალიბანის 297 მებრძოლი მოკლეს და 450-ზე მეტი დაიჯრა 27 თებერვლის მდგომარეობით. სიმართლის დადგენა რთულია, როდესაც ორივე მხარე ასე განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს. დაბნელობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რომ მედიის უმეტესობა თავის ანგარიშებში განმარტავს, რომ მათ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმეს არც პაკისტანის და არც თალიბანის მიერ გავრცელებული ციფრები. რაც ამ ეტაპზე სულიერ ნათელია, ის არის, რომ ეს იყო სისხლიანი დაპირისპირება. ვისაც დაუჯერებთ, დაპირისპირება ან პაკისტანის თავდასხმამ გამოიწვია თალიბანის ბაზებზე ავღანეთში, ან თალიბანის მიერ პაკისტანთან საზღვარზე განხორციელებულმა თავდასხმების სერია. როგორც არ უნდა იყოს, უკვე დაახლოებით 1 კვირა ბრძოლები მიმდინარეობს და მათი დასრულების ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს. როგორც CNN აღნიშნავს, პაკისტანსა და ავღანეთს მსგავსი სიტუაცია უკვე ჰქონიათ. ოქტომბრის შემდეგ ამ ორ ქვეყანასა და მათ ლიდერებს შორის ძალიან მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, რომელიც კიდევ ერთი სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ გაფორმდა. თუმცა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, ანუ CSIS, აცხადებს, რომ ოქტომბრის კონფლიქტი ძირითადად საზღვის რეგიონებზე იყო კონცენტრირებული. თებერვლის ბოლოს ჩვენ მიერ ნანახი დარტყმები, განსაკუთრებით პაკისტანის მიერ განხორციელებული, როგორც ჩანს, ამ რეგიონებს ცდება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის რაც ადრე საზღვრის დავა იყო, თუნდაც სისხლიანი, გადაიქცა ღია ომად, როგორც ამას პაკისტანი ამტკიცებს. აუცილებელია ერთი აშკარა კითხვის დასმა. რატომ? ჩვენ უკვე განვიხილეთ ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც როგორც ჩანს იყო ნაპერწკალი, რომელმაც ყველაფერი ააფეთქა. ავღანეთში თალიბანი მიიჩნევს, რომ პაკისტანმა დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის, როდესაც მან ავღანეთის ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული მებრძოლთა ბაზებზე დარტყმები განახორციელა. პაკისტანის სხვაგვარად ამტკიცებს და აცხადებს, რომ ეს ბაზები დაკავებული იყო ტერორისტების მიერ, რომლებიც პაკისტანში მოქმედებდნენ. და ეს გვიყვანს იმ მიზეზამდე, რომელმაც სიტუაცია გაამწოვა, ან სულ მცირე, ერთ-ერთ მათგანამდე. პაკისტანი ადანაშაულებს ავღანეთს ტერორისტების შეფარებაში, რომლებიც წლებია პაკისტანში ქაოსს ქმნიან. პაკისტანის ხელმძღვანელობის თქმით, ავღანეთში თალიბანის მთავრობა მხარს უჭერს ანტიპაკისტანელ ტერორისტებს, რომლებიც პაკისტანის მტკიცებით ქვეყნის მასშტაბით თვითმკვლელი თავდასხმების ფართომასშტაბიან კამპანიას ატარებენ. თალიბანი ამტკიცებს, რომ ეს აბსურდია და ავღანეთის ტერიტორია არ გამოიყენება სხვა ქვეყნისთვის საფრთხის შესაქმნელად. რაც თავის მხრივ თალიბანის მტკიცებას იწვევს, რომ პაკისტანის სამხედროები არაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ უმიზეზოდ ესხმიან თავს ავღანეთის მშვიდობიან მოსახლეობას. კიდევ ერთხელ, ეს არის პასუხი პასუხზე. პაკისტანის ყოველ მტკიცებას თალიბანი უპირისპირებს თავის მტკიცებას და არც ერთი მხარე უკან არ იხევს.
ერთი რამ ცხადია. პაკისტანს აქვს არგუმენტი ტერორიზმთან დაკავშირებით თავის ტერიტორიაზე. თუმცა არ არის ნათელი ამ ტერორიზმიდან რამდენს ჩადის თალიბანი. პირდაპირ თალიბანის მიერ თუ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ინდივიდუალურად მოქმედებენ, ან თალიბანის მხარდამჭერი სექტების წევრები არიან, მაგრამ მასთან უშუალო კავშირი არ აქვთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პაკისტანში ტერორისტული აქტივობის სტაბილური ზრდა ვიხილეთ. HSS-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, პაკისტანში ტერორისტული თავდასხმების რაოდენობა და ამ თავდასხმების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. ამ თავდასხმების ჩამდენები სხვადასხვა ჯგუფები იყვნენ, მათ შორის ადგილობრივი ISIS-ის განშტოებები, ბალუჯისტანის განმათავისუფლებელი არმია და თერიკე თალიბან პაკისტანი, ანუ TTP. გაიხსენეთ ეს ბოლო ჯგუფი. მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით TTP-ს. 2025 წლისთვის სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალმა, ანუ SATP-მ და კონფლიქტების მართვის ინსტიტუტმა პაკისტანი გლობალური ტერორიზმის ინდექსში მეორე ადგილზე დააბენეს. ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა და SATP-ის 2025 წლის ინდექსამდე 1091-ს მიაღწია, რაც მათი თქმით წინა წელთან შედარებით 45%-ით მეტია. ამ თავდასხმების დაახლოებით ნახევარზე პასუხისმგებელი იყო TTP, რის შედეგადაც მხოლოდ 2024 წელს 548 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანისთვის მის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტივობის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა ყველა უკავშირდება ავღანეთსა და იქ არსებულ თალიბანის რეჟიმს. თალიბანი ამას კვლავ უარყოფს, მაგრამ CSIS-ის მიხედვით თალიბანის მმართველობის ქვეშ მყოფ ავღანეთს აქვს გამოცდილება, რომ ტერორისტული ჯგუფების, როგორიცაა TTP და ალ-ქაიდა, წევრებისთვის უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს. გარდა ამისა, პაკისტანში ძალადობის მკვეთრი ზრდა ემთხვევა თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლას ავღანეთში 2021 წელს, როდესაც HSS-ის ძალები ქვეყნიდან გავიდნენ. ასე რომ პაკისტანს შეიძლება გარკვეული არგუმენტი ჰქონდეს ტერორიზმის საკითხში. თუმცა მას კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვს ავღანეთთან ღია ომის გამოცხადებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი სრულიად შეშლილად ჟღერს. სანამ ამ მიზეზებზე და იმაზე ვისაუბრებთ, რაც შემდეგ მოხდება, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ჩვენ გაძლევთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს, ასე რომ გამოიწერეთ არხი, რომ ყოველჯერებულათვის ინფორმირებული იყოთ. ეხლა სანამ მივიღოთ ყველაზე გიჟურ მიზეზამდე, რატომაც პაკისტანმა თალიბანთან ღია ომი გამოაცხადა, დავუბრუნდეთ დურანდის ხაზს. ჩვენ უკვე გითხარით, რომ პაკისტანსა და თალიბანს შორის ბრძოლების უმეტესობა სწორედ ამ უზარმაზარ საზღვარზე მიმდინარეობდა და ამისთვის კარგი მიზეზი არსებობს. თალიბანიც და მისამდე ავღანეთის ყველა მთავრობაც წლების განმავლობაში უარს აცხადებდნენ დურანდის ხაზის ლეგიტიმურობის აღიარებაზე, იმის გამო თუ როგორ შეიქმნა იგი. CSIS-ის მიხედვით ეს ხაზი ჯერ კიდევ 1893 წელს შეიქმნა, როგორც დიდი ბრიტანეთის მცდელობა, რომ ბრიტანეთის ინდოეთი დაეცვა რუსეთის იმპერიისგან. როდესაც დიდი ბრიტანეთი ამ ხაზს ქმნიდა, მან არ გაითვალისწინა, როგორ იმოქმედებდა ეს ახალი საზღვარი მის ირგვლივ მცხოვრებ პაშტუნთა თემებზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თალიბანი დღეს ძირითადად პაშტუნთა მოძრაობით არის დომინირებული, რაც სავარაუდოდ ჯგუფს უბიძგებს დურანდის ხურანდის ხაზთან დაპირისპირებისა და ბრძოლისკენ. პაკისტანს ჰქონდა შესაძლებლობა მოეგვარებინოებინა ეს დავა, როგორც ამას სამეფო გაერთიანებული სამხედრო ინსტიტუტი, ანუ რუსი, აღნიშნავს. ის ფაქტი, რომ ეს არ მომხდარა, შეიძლება დიპლომატიურ შეცდომადაც კი ჩაითვალოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა დურანდის ხაზი შექმნა ქვეყანამ, რომელიც უკვე თითქმის საუკუნეა აღარ მოქმედებს პაკისტანში. ამ საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით რაიმეს გაკეთებაზე მუდმივმა უარმა პაკისტანი მიიყვანა იქამდე, რომ რუსის თქმით თალიბანი ფრანკენშტეინის მონსტრად აქცია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჯგუფი, რომელსაც პაკისტანი ოდესღაც ფარს უჭერდა, ეხლა პასუხისმგებელია იმ მრავალ პრობლემაზე, რომლებმაც ღია ომამდე მიიყვანა სიტუაცია. რადგან პაკისტანმა დურანდის ხაზის საკითხის მოსაგვარებლად საკმარისი არაფერი გააკეთა. კიდევ ერთხელ პაკისტანი ამას აუცილებლად ამტკიცებდა. ის განაცხადებდა, რომ საზღვარი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტი არსებობს, ამ ეტაპზე უბრალოდ უნდა იქნეს პატივცემული, თუნდაც ის თემს ყოფდეს, რომელიც თალიბანის საყრდენს წარმოადგენს. როგორც ხშირად ხდება, რეგიონული დაპირისპირებები გადაიზრდება ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებში. და ამით ბრუნდებით ალბათ ყველაზე აბსურდულ მიზეზთან, რის გამოც პაკისტანმა გადაწყვიტა ღია ომი გამოაცხადოს, ისევე როგორც თალიბანთან უწყვეტი ბრძოლა მანამდე, ინდოეთი. კერძოდ, როგორც CSIS არნიშნავს, პაკისტანი თალიბანს ინდოეთის მარიონეტად მიიჩნევს. ამ მტკიცების საფუძველი, როგორც ჩანს, იმაში მდგომარეობს, რომ ინდოეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ავღანეთს თალიბანის მმართველობის დროს და დიპლომატიური კავშირებიც დაამყარა ქვეყანაში. პაკისტანის ეს მტკიცება უბულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ინდოეთი ისტორიულად იმ ჯგუფებთან იყო ალიანსში, რომლებიც თალიბანს ებრძოდნენ, მაგალითად ჩრდილოეთის ალიანსთან და HSS-თან. მიუხედავად ამისა, პაკისტანში ზოგიერთი ახლა ამტკიცებს, რომ ავღანეთი ინდოეთის კოლონიად იქცა. მათ შორისაა კავაია ასიფი, პაკისტანის თავდაცვის მინისტრი, რომელიც ადრე ვახსენეთ. მან X-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც თალიბანმა პაკისტანში აფეთქებები მოაწყო, რომ თითქოს მოსალოდნელი იყო ავღანეთში მშვიდობა დამყარდებოდა მას შემდეგ, რაც თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდოდა და HSS ქვეყნიდან გავიდოდა. თუმცა თალიბანმა ავღანეთი ინდოეთის კოლონიად აქცია. პაკისტანმა ყველაფერი გააკეთა, როგორც პირდაპირ, ისე მეგობარი ქვეყნების მეშვეობით, რომ სიტუაცია სტაბილური ყოფილიყო. მან ფართომასშტაბიანი დიპლომატია აწარმოა. თუმცა თალიბანი ინდოეთის მარიონეტად გადაიქცა, განაცხადა ასიფმა. ეს ყველაფერი ძალიან სადავოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინდოეთი ავღანეთთან საბაზისო დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნებას ბევრად უფრო დიდხანს ცდილობდა, ვიდრე თალიბანი ქვეყანას მართავს.
ზოგი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ პაკისტანი ახლა თალიბანთან ომს იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები მოიპოვოს თავისი ერთ-ერთი მთავარი რეგიონული და გეოპოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ. მაინც მას შემდეგ, რაც პაკისტანსა და ავღანეთის თალიბანს შორის ღია ომის მიზეზები განვიხილეთ, გადავდივართ იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგ. და სწორედ აქ ხდება ყველაფერი ცოტა რთული. პაკისტანმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ არ გამართავს დიალოგს ავღანეთის თალიბანის რეჟიმთან. ბოლო რამდენიმე კვირაში მომხდარი მოვლენების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის შეტაკებები და დარტყმები, რასაც ახლა ვხედავთ, ბევრად უფრო დიდი ომის პირველი ეტაპებია. თუ ეს ომი დაიწყება, პაკისტანი სულ მცირე თეორიულად ბევრად უფრო ძლიერი ძალა, როგორც CNN-ისა და Global Firepower-ის მიხედვით. Global Firepower კი ქვეყნებს სამხედრო შესაძლებლობების მიხედვით ყოველწლიურად ათეულობით ფაქტორით აფასებს. Global Firepower-ის მიხედვით პაკისტანს თითქმის ყველა მიმართულებით უპირატესობა აქვს. პაკისტანის არმიაში 660,000 მოქმედი სამხედროა, მაშინ როცა სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ავღანეთის თალიბანს ყავს დაახლოებით 65,000-დან 160,000-მდე მოქმედი სამხედრო. პაკისტანს ასევე ყავს 550,000 რეზერვისტი, მაშინ როცა თალიბანს არც ერთი არ ყავს. ასევე პაკისტანს ყავს 500,000 პარამილიტარული ძალა, ავღანეთში კი მხოლოდ 80,000. პაკისტანის თავდაცვის ბიუჯეტი $9 მილიარდზე მეტია, მაშინ როცა ავღანეთი წელიწადში მხოლოდ $145 მილიონ ხარჯავს თავის სამხედრო ძალებზე. ავღანეთის თალიბანს პრაქტიკულად არ აქვს არც საჰაერო ძალა და არც სახმელეთო ძალა, გარდა დაახლოებით 4,000 ჯავშან მანქანისა. მაშინ როცა პაკისტანს 59,000-ზე მეტი ყავს, ასევე 2,667 ტანკი და 1000-ობით საარტილერიო დანადგარი. როგორც სუისპირა ამ მქონე ქვეყანა, ავღანეთს ასევე არ ყავს საზღვაო ძალები, ამიტომ შესაძლებელია, რომ პაკისტანმა თავისი 120 ერთეულიანი ფლოტი გამოიყენოს თალიბანზე თავდასხმისთვის. CNN ამატებს, რომ თალიბანის სამხედრო რესურსები ძირითადად რამდენიმე საბჭოთა პერიოდის ვერტფრენსა და იმ აღჭურვილობას მოიცავს, რაც აშშ-მ ავღანეთიდან გასვლისას დატოვა. და პაკისტანს ბირთვული იარაღიც აქვს. ბირთვული იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანიის მიხედვით მათ 170 ბირთვული ქობინი აქვთ. მართალია, პაკისტანი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტიპის იარაღს თალიბანის წინააღმდეგ გამოიყენებს, მაგრამ ფაქტი, რომ მას ეს იარაღიც აქვს, პაკისტანის არმიის სხვა რესურსებთან ერთად მიუთითებს, რომ ნებისმიერი ომი პაკისტანისთვის მარტივი გამარჯვება უნდა იყოს. მაგრამ ასე არ იქნება. პაკისტანის გამარჯვება მაინც ადვილი არ იქნება, თუ ცეცხლის შეცვადას არ გამოაცხადებენ. ერთი მიზეზი ამისთვის არის TTP, რომელიც შეიძლება გახსოვდეთ. გთხოვთ ეს წინასწარ გაითვალისწინოთ. ეს ჯგუფი, რომელიც პაკისტანში მოქმედებს, ერთ-ერთია იმ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის, რომელთა შეფარებაშიც პაკისტანი ავღანეთის თალიბანს ადანაშაულებს. ეს მტკიცება ლოგიკურია. TTP-ში მეორე T ხომ თალიბანს ნიშნავს. და მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა წარსულში პაკისტანსა და TTP-ს შორის შუამავლობა გასწია, CSIS-ის თქმით, თალიბანი უფრო ხშირად TTP-ს მხარეს დგება. პაკისტანის TTP-ს პრობლემა ისაა, რომ ეს სწორედ ის ჯგუფია, რომელიც თალიბანის ერთადერთ ტაქტიკას აძლიერებს, რაც პაკისტანის უზარმაზარ სამხედრო უპირატესობას ანცირებს – პარტიზანულ ომს. არსებობს კარგი მიზეზი, რატომაც აშშ-მ ავღანეთიდან გაიყვანა ჯარები და ამით თალიბანისთვის გზა გაათავისუფლა. თალიბანი ძალიან კარგად ახორციელებს დამაზიანებელ ომს მტრის წინააღმდეგ, როცა რესურსები და თალიბანს ყავს ჯგუფი სახელად TTP, რომელმაც ერთგულება გამოუცხადა როგორც CSIS არმიშნავს და გაეროს მონაცემებით მასში 30-დან 35,000-მდე წევრია. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი წევრი არ არის პაკისტანთან სულ მასშტაბიანი ტრადიციული ომისთვის, მაგრამ ნამდვილად საკმარისია პარტიზანული ომისთვის პაკისტანში, სადაც ტერორისტული აქტივობა იზრდება. თვითმკვლელური აფეთქებები, ჩასაფრებები და ზოგადად ქაოსის შექმნა პაკისტანის სამხედრო ბაზებზე, ეს ყველაფერი შეიძლება განახორციელოს TTP-მ ავღანელი თალიბანის სახელით, რაც ომის მიმდინარეობისას პაკისტანს შიგნიდან ასუსტებს. BBC ამატებს, რომ ნებისმიერი ომი, რომელიც პაკისტანსა და ავღანელ თალიბანს შორის მოხდება, ტრადიციულისგან ძალიან განსხვავებული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანმა ავღანეთის სამთავრობო ობიექტებზე დარტყმები დაიწყო, BBC აღნიშნავს, რომ თალიბანის მიერ მთავრობაში ჩასმული ადამიანების ფართო პარტიზანული გამოცდილება სულ მასშტაბიან ომში შეიძლება მათ სასარგებლოდ გამოვიდეს. თალიბანი არ ეცდება ტრადიციული გაგებით პაკისტანის არმიის განადგურებით გამარჯვებას. ის იგივე გზას აერჩევს, რაც აშშ-ს წინააღმდეგ გაირჩია. თუნდაც პაკისტანმა ავღანეთი დაიკავოს, კონფლიქტს დასასრული არ ექნება. თალიბანი მთელ ქვეყანაში ასობით მცირე ჯგუფად დაიშლება. და პაკისტანში მოქმედი TTP-ს დახმარებით, პაკისტანის ნებისმიერი გამარჯვება ძალიან ძვირი დაუჯდება და ამ ფასს წლების განმავლობაში გადაიხდის. პაკისტანს ასევე აქვს ეკონომიკური პრობლემები, რაზეც ევრაზიის ჯგუფის სამხრეთ აზიის ანალიტიკოსი Pramit Pal Chowdhury ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პაკისტანს თალიბანთან ომის გაჩაღება არ შეუძლია. მათი ეკონომიკა განადგურებულია. პაკისტანს თავისი არმიის ზომისა და ძალის გამო შესაძლოა შეეძლოს მსგავსი ტრადიციული ძალის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ ბრძოლა იმ ძალასთან, რომელსაც Chowdhury არსებითად მილიციების კოალიციად მოიხსენიებს, ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც პაკისტანი სავარაუდოდ ვერ გაუძლებს. მოკლედ, არც ერთი მხარე არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ სულად დაამარცხოს მეორე. და ეს მდგომარეობა ბევრად უფრო ხელსაყრელია თალიბანისთვის, ვიდრე პაკისტანისთვის. შესაძლოა სწორედ ამიტომ სამხრეთ აზიის სხვა რეგიონული ლიდერები უკვე მოითხოვენ საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ირანის თავაზობდა შუამავლობას ორივე მხარეს, როდესაც ბოლო დაპირისპირება დაიწყო.
თუმცა, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ვარიანტი ეხლა გაურკვეველია, რადგან აშშ-მ და ისრაელმა დაიწყეს საკუთარი კამპანია ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რის შედეგადაც ქვეყნის უმაღლესი ლიდერი ალი ხამენეი გარდაიცვალა. გაერო, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი ყველა მოუწოდებს დეესკალაციისკენ, ისევ როგორც მუჯაჰიდი თალიბანის პრესპიკერი, რომელმაც 27 თებერვალს განაცხადა, რომ ახლა ჩვენს გვინდა საკითხი დიალოგის გზით გადაწყდეს. მაგრამ პაკისტანმა დიალოგზე უარი თქვა, სულ მცირე ჯერჯერობით. და ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სიტუაციას უკიდურესად დაძაბუსტოვებს. თუ პაკისტანი მართლა ფიქრობს, რომ მოთმინების ფიალა ამოეწურა, რასაც ახლა ვხედავთ, შეიძლება უბრალოდ დიდი ქარიშხლის წინასიმშვიდე იყოს, რომელიც თელ სამხრეთ-აზიურ კონტინენტს ომში ჩაითრევს. და თუ ეს მოხდება, მესამე მსოფლიო ომიც შეიძლება ძალიან ახლოს იყოს, რადგან ამ რეგიონში ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს საკუთარი ინტერესები ინტერესები. უკრაინაში ომრაინაში ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სასტიკი კონფლიქტია, სადაც ორივე მხარეს უზარმაზარი მსხვერპლია. თუმცა ეს ყველაფერი სისხლისღვრა და ქაოსი შეიძლება ფერმკრთალად მოგოჩვენოს იმასთან შედარებით, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ჩინეთი მიიღებს დრამატულ და შეუქცევად გადაწყვეტილებას ტაივანილებას ტაივანში შეჭრის შესახებ. მართლა, ესეთი კონფლიქტის შესაძლო შედეგები თითქმის წარმოუდგენელია არა მხოლოდ ამ ორ მებრძოლ ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. და დიდხანს არ დასჭირდება, რომ დანარჩენმა მსოფლიომ ამ ომის შედეგები იგრძნოს. რადგან ჩინეთსა და ტაივანის დაპირისპირება ძალიან განსხვავებულად განვითარდებოდა რუსეთსა და უკრაინის ომთან შედარებით, ერთი მარტივი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო გეოგრაფიის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 5000-ზე მეტი მილი აშორებს, ტაივანსა და უკრაინას შორის გარკვეული მსგავსებები არსებობს. ორივე დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც ძლიერი ეროვნული იდენტობა და საკუთარი უნიკალური კულტურა და ტრადიციები აქვს. ორივე მათგანი იმყოფება ბევრად უფრო დიდი ავტორიტარული მეზობლების საფრთხის ქვეშ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აქვთ უფლება, ან თუნდაც ვალდებულება, დაიკავონ მათი მიტები. ორივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია. უკრაინა ფაქტობრივად აშორებს რუსეთს ნატოს ალიანსს ევროპაში, ხოლო ტაივანი უზარმაზარ როლს ასრულებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებასა და ვაჭრობაში. ორივე ამ ქვეყანას, მიუხედავად მათი მაქსიმალური ძალისხმევისა, ბევრად მცირე და სუსტი სამხედრო ძალა ჰყავს მტრებთან შედარებით და გადარჩენისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოკავშირეების მხარდაჭერაზე არიან დამოკიდებული. მაგრამ ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება მათ შორის მათი გეოგრაფიული მდებარეობაა. უკრაინა არის დიდი მიწის ფართობი, რომელიც გადაჭიმულია 233.062 კვადრატულ მილი, ან 603.628 კვადრატულ კილომეტრზე. ამ მიწის უდიდესი ნაწილი ფრთხელია. უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 95% შედგება ველებისგან. და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ზოგიერთი დიდი ქალაქი მის საზღვრებთან მდებარეობს, ბევრი, მათ შორის დედაქალაქი კიევი, განლაგებულია ათეულობით ან თუნდაც ასეულობით მილის სიღრმეში, შორს ნებისმიერი შესაძლო შეჭრის ფრონტის ხაზიდან. უკრაინა ასევე ესაზღვრება არანაკლებ 7 სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის რამდენიმე ნატოს წევრ სახელმწიფოს. ამან მილიონობით უკრაინელ ადამიანს მისცა საშუალება უსაფრთხოდ დაეტოვებინა ქვეყანა და თავშესაფარი სხვაგან ეძებნა. ასევე შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი მარაგების, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინაში შემოტანა ნატოს მოკავშირეებიდან. უკრაინის გამორჩეულმა გეოგრაფიამ და განლაგებებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ომის მიმდინარეობაზე და დღემდე განაბრძობს კონფლიქტის სახის ფორმირებას. ქვეყნის შედარებით დიდი ზომა მაგალითად ნიშნავს იმას, რომ ფრონტის ხაზი ასობით მილზეა გადაჭიმული, რაც ძალებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში უკან დაიხიონ, გადაჯგუფდნენ და პოზიციები შეიცვალონ. უკრაინის სამხედრო ძალებს ასევე შეუძლიათ თავიანთ ტერიტორიაზე გრძელი მომარაგების ხაზების შექმნა, რათა ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს ყველაფერი კონდეთ, რაც გადარჩენისთვის სჭირდებათ. ეს თავის მხრივ იწვევს იმგვარ დამქანცრელ და გამოფიტვის ომს, როგორიც უკრაინაში ხშირად გვინახავს, სადაც რუსეთის ჯარები ნელა და დიდი ძალისხმევით ცდილობენ თუნდაც უმცირესი ტერიტორიის მოპოვებას. ასევე ხშირია ბრძოლები მცირე დასახლებებსა და მიტოვებულ სასაზღვრო ქალაქებზე, სადაც პოზიციები ხშირად იცვლება. ტაივანი კი სრულიად განსხვავებულია. პირველ რიგში ეს კუნძულია და მისი ზომა უკრაინის ზომის მცირე ნაწილია, სულ რაღაც 13,976 კვადრატული მილი, ანუ 36,197 კვადრატული კილომეტრი. ის ძალიან მჭიდროდ დასახლებულია. ტაივანს 23 მილიონზე მეტი ადამიანი სახლად მიიჩნევს და ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80% დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობს. რადგან განსხვავებით უკრაინისგან, რომელიც ძალიან ვრცელია, ღია და ბრტყელი, ტაივანი კლდოვანი და მთიანი ტერიტორია, სადაც აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მთები მის ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონებშია გადაჭიმული. ეს ნიშნავს, რომ ტაივანის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, მათ შორის მთავარი ქალაქები, პორტები, ელექტროსადგურები, მონაცემთა ცენტრები და ავიაბაზები, კუნძულის დასავლეთ სანაპიროზეა თავმოყრილი.
იმავე სანაპიროზე, რომელიც პირდაპირ უყურებს ჩინეთის მატერიკს. ეს მთლიანად ცრის თამაშის წესებს. განსხვავებით უკრაინის ომისგან, სადაც ფრონტის ხაზები ათასობით მილზეა გადაჭიმული და საბრძოლო ზონები ერთმანეთისგან დაშორებულია, არის უზარმაზარი ღია ტერიტორიები, სადაც ჯარს უკან დახევა შეუძლია და მეზობელი ქვეყნები, სადაც ლტოლვილებს გაქცევა შეუძლიათ. ტაივანში ომი ბევრად უფრო შეკუმშული იქნებოდა როგორც სივრცეში, ასევე დროში. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს ხანგრძლივი და გაწელილი კონფლიქტი, სადაც ნელ-ნელა მიმდინარეობს ბრძოლები უმცირესი მიწის ნაკვეთებისთვის. ამის ნაცვლად ჩინეთსა და თაივანს შორის ომი პირველივე დღიდანვე შეკუმშული და ქაოტური იქნებოდა, სადაც ძირითადი ქალაქები, მათ შორის კუნძულის დედაქალაქი თაიფეი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. იმ წამიდანვე, როცა ჩინეთი გადაწყვეტს შეჭრას, მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის რეალური რისკი იარსებებს პირველივე დღეებსა და კვირებში. ეხლა სწორედ ასეთ სცენარებს ვაანალიზებთ ყოველ კვირას აქ, სამხედრო გადაცემაში. თუ ეს თქვენთვის სასარგებლოა, დააჭირეთ გამოწერის რილაქს. ეს საუკეთესო გზაა, რომ მოვლენებს წინ გაუსწროთ, როცა გლობალური ძალთა ბალანსი იცვლება. ეხლა კი დავბრუნდეთ ბრძოლის ველზე. ზუსტად როგორ განვითარდებოდა ომი შეუძლებელია ვიცოდეთ, მაგრამ შეგვიძლია გონივრული ვარაუდი გამოვთქვათ. იმაზე დაყრდნობით, რაც ორივე მხარის სამხედრო შესაძლებლობებსა და დოქტრინაზე ვიცით. ჩინეთს, რომელსაც წინ უდგას კუნძულზე შეჭრისა და 100 მილის სიგანის ტაივანის სრუტის გადაკვეთის უკიდურესად რთული ამოცანა, მოუწევდა სწრაფად და ძლიერად დაესხას. ყველაზე სავარაუდოა, რომ ისინი გამოიყენებდნენ უზარმაზარ საზღვაო და საჰაერო სადესანტო ძალებს, რათა დაეძლიათ კუნძულის თავდაცვა და რაც შეიძლება სწრაფად მოეპოვებინათ პლაცდარმი დასავლეთ სანაპიროზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია PLA წინსვლას და ტაივანის ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის კონტროლზე აღებას. რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ ყველაფრისთვის ემზადებოდა. მან შექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ძალა, თავისი უზარმაზარი ეკონომიკური ძალის მაქსიმალურად გამოყენებით და უპრეცედენტო დონეზე ჩადო ინვესტიცია გემთმშენებლობაში. Global Firepower-ის მიხედვით, ჩინეთის საზღვაო ძალებს ახლა უკვე 3 ავიამზიდი, 4 ვერტმფრენმზიდი, 60-ზე მეტი წყალქვეშა ნავი, 50 გამანადგურებელი, 72 კორვეტი, 150 საპატრულო ხომალდი, 36 ნაღმოსანი და 47 ფრეგატი ჰყავს. და ის კლავაც ფართოვდება, რადგან ჩინელი ინჟინრები ამჟამადაც აქტიურად მუშაობენ მე-4 ავიამზიდზე, E4 ავიამზიდზე. ჩინეთს ასევე აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი საჰაერო ძალები დედამიწაზე. ჯამშიდში 3300-ზე მეტი ერთეულით, მათ შორის 1200-ზე მეტი გამანადგურებლით და თითქმის 1000 ვერტმფრენით. მას ასევე აქვს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რაკეტები, რომლებიც ტაიფეის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს და დამანგრეველი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, ჩინეთმა დიდი დრო, ფული და რესურსები ჩადო კიბერომის სტრატეგიების გაძლიერებაში და სამხედრო წვრთნების ჩატარებაში. ისინი იკვლევენ ყველა შესაძლო სცენარს და გეგმავენ ყველაზე ეფექტურ გზებს ტაივანის კუნძულის დასარტყმელად. დამკვირვებლებს დაუნახავთ, რომ ისინი მუშაობენ სრულიად ახალ სპეციალიზებულ სადესანტო ბარჟებზე, რომლებიც დაეხმარება ჯარისკაცებისა და სხვა აღჭურვილობის გადაყვანას ტაივანის რთულ წყლებზე. სრუტეზე ასევე ტესტავენ ღრმა ზღვის საკაბელო საჭრელებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება გამოიყენონ კუნძულის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის მოსაჭრელად. მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით ჩინეთის გეგმა, მისი სამხედრო ძალები დაუღალავად მუშაობენ ამ გეგმის სრულყოფაზე. და ნებისმიერი თავდასხმა ტაივანზე დიდი ალბათობით სწრაფი და სასტიკი იქნება. ეს მოიცავს მიზანმიმართულ სარაკეტო დარტყმებს, კიბერშეტევებს, საზღვაო ბლოკადებს, საჰაერო სივრცის დარღვევას და დამატებით ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჯარების, არტილერიისა და სხვა რესურსების გადაყვანას სრუტის გავლით და ტაივანის მთავარ პორტებსა და სანაპირო ქალაქებში მინიმალური დანაკარგებითა და დაგვიანებით. ეს არ იქნებოდა ეტაპობრივი ომი ან თანდათანობითი ესკალაცია. ჩინეთი დიდი ალბათობით ძალიან მოკლე დროში ყველაფერს გამოიყენებს ტაივანის წინააღმდეგ, რაც გარდაულად გამოიწვევს დიდ მსხვერპლს. რადგან უკრაინისგან განსხვავებით, ტაივანელ სამოქალაქო პირებს გაქცევა ადვილი არ ექნებათ. ბევრი დარჩებოდა იმ სახლებში, სადაც მთელი ცხოვრება უცხოვრიათ, ხოლო მათ, ვინც ევაკუაციას აერჩევდა, ბევრი არჩევანი არ ექნებოდათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი კომუნიკაციებს გაწყვეტდა, ცას გააკონტროლებდა და კუნძულს საზღვაო ბლოკადას დაუწესებდა, რაც ფაქტობრივად ხალხისთვის გაქცევის ყველა გზას მოშლიდა. მაგრამ ტაივანი და მისი ხალხი ასე უბრალოდ არ დანებდება და თეთრ დროშას არ ააფრიალებს, როცა ჩინეთის გემები მათკენ დაიძვრებიან. ისევე როგორც ჩინეთი, მათაც მრავალი წლის განმავლობაში ამ შესაძლო სცენარისთვის ემზადებოდნენ. ამუშავებდნენ სტრატეგიებს, თავდაცვაში ინვესტიციას დებდნენ და იღებდნენ ყველა შესაძლო ზომას ომისთვის მოსამზადებლად. ტაივანი ასევე ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მას შემდეგ რაც იქ ომი 2022 წელს დაიწყო.
მართლა კონფლიქტის დაწყებიდან ერთ თვეში ტაივანიდან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული Google-ის ძიებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გადააჭარბა იმ დროის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებულ ძიებებს, როგორიც იყო COVID-19-ის ვაქცინები და სწრაფი ტესტები, რომლებიც მაშინ დეფიციტში იყო. ომთან დაკავშირებული სატელევიზიო პროგრამებისა და ახალი ამბების მაყურებელთა რაოდენობაც გაიზარდა, რადგან ტაივანის მოსახლეობა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი გაეგო იმ ტიპის კონფლიქტის შესახებ, რომელიც ერთ დღეს მათ საკუთარ სამშობლოში შეიძლება დაიწყოს. ამან საზოგადოებრივ განწყობებსა და მთავრობის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. მთავრობამ 2022-დან 2024 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტი 18%-ით გაზარდა და 2025 წლიდან არმიაში დრონების დანაყოფები შექმნა. ტაივანმა ასევე შექმნა ახალი სასწავლო პროგრამები არმიის ახალწვეულებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია დრონებით ომთან, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებთან და მხარზე დასამაგრებელ სტინგერის ტიპის რაკეტებთან. გამოკითხვები აჩვენებს, რომ უფრო მეტი ადამიანი ვიდრე ადრე მზადაა და სურს მონაწილეობა მიიღოს საგანგებო რეაგირებისა და კატასტროფების ლიკვიდაციის სწავლებაში, ან შეუერთდეს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებს. ტაივანის სამხედრო ლიდერებმა უდავოდ ბევრი რამ ისწავლეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დაკვირვებით და უკვე მრავალი წელია საკუთარი გეგმები აქვთ შემუშავებული, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია ჩინეთის შეჭრისგან. მათ შეაფასეს, როგორ შეიძლება განვითარდეს ასეთი თავდასხმა, ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთის სამხედრო ინოვაციებსა და განვითარებებს. განსაზღვრეს ის ადგილები, რომელთა კონტროლსაც ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია შეეცდება. პირველ რიგში მათ შექმნეს მთელი თავდაცვის დოქტრინა, რომელიც მაქსიმალურად აჭიანურებს და არ ვოეს ნებისმიერი შესაძლო შეჭრის მცდელობას. ზუსტად ისე, როგორც უკრაინამ ყოველთვის იცოდა, რომ ვერ დაამარცხებდა რუსეთს პირდაპირ ომში, ტაივანმაც იცის, რომ არ აქვს საჭირო სამხედრო ძალა, რათა ჩინეთს აჯობოს. მაგრამ ეს არნიშნავს, რომ ტაივანი ვერ მიაყენებს სერიოზულ ზიანს და ვერ შეანელებს ჩინეთის წინსვლას იმდენ ხანს, სანამ მოკავშირეები მოვლენ და დახმარებას გაუწევენ. ამიტომ ტაივანის თავდაცვის ტაქტიკა ძირითადად ეყრდნობა ეგრეთ წოდებული ზღარბის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს მრავალი მცირე მოძრავი იარაღის გამოყენებას დიდი და ძვირადღირებული პლატფორმების ნაცვლად, რაც ეფექტურად აქცევს კუნძულს ზღარბივით სტრუქტურად. უამრავი თავდაცვითი ეკლით, როგორიცაა რაკეტები, ბარაჟირებადი საბრძოლო მასალები და ანტისაზღვაო სისტემები, რომლებიც მთელ ტერიტორიაზეა განთავსებული. ყველა მათგანი მიზნად ისახავს მძიმე დანაკარგების მიყენებას და პეკინისთვის შეჭრის მაქსიმალურად ძვირადღირებულად ქცევას. ტაივანს ასევე აქვს უახლესი სადაზვერვო სისტემები, მაგალითად თანამედროვე რადარები, რომლებიც მუდმივად აკვირდებიან კუნძულის გარშემო ზღვებსა და ცას. მზად არიან აღმოაჩინონ ნებისმიერი შემომავალი რაკეტა და დროულად გააფრთხილონ. ტაივანის სამხედრო ძალებს ასევე აქვთ ძლიერი კიბერ და საინფორმაციო დაცვა, მათ შორის სარეზერვო საკომუნიკაციო სისტემები და დეზინფორმაციის საწინააღმდეგო სტრატეგიები, რათა შეებრძოლონ ჩინეთის დამანგრევალ ციფრულ ომს. ამ ინვესტიციებისა და ინოვაციების საშუალებით ტაივანი ცდილობს შეაჩეროს ჩინეთის შეჭრისგან. ტაივანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავი წარმოეჩინა როგორც სამიზნე, რომელზეც თავდასხმა თითქმის შეუძლებელია, რომლის წინააღმდეგაც თავდასხმა დამპყრობელი ძალისთვის სერიოზულ დანაკარგებს გამოიწვევს. თუმცა შესაძლოა ერთ დღეს ჩინეთმა უბრალოდ გადაწყვიტოს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და პეკინი მზად იყოს მიიღოს ეს დანაკარგები, თუ მიიღებს იმას, რაც სურს. პრეზიდენტ სი ძინპინის ხანგრძლივი მისიის შესრულება, ჩინეთისა და ტაივანის გაერთიანება, ბოლოს და ბოლოს. ასე რომ თუ შეჭრა დაიწყება, ეჭვგარეშეა, რომ ტაივანს ძლიერი სისტემები ექნება თავის დასაცავად. მაგრამ ისინი შეიძლება დაიხარონ შემოჭრილი ძალის სიმძიმის ქვეშ. კონფლიქტის საწყისი ფაზა შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და სასტიანი და სასტიკი იყოს, რაც კი ოდესმე უნახავს მსოფლიოს. ტაივანის სამხედრო ძალები გამოიყენებენ ყველა რაკეტას, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, რაც კი აქვთ და კონცენტრირდებიან მნიშვნელოვან პორტ-ქალაქებსა და სანაპირო შესასვლელებზე, როგორიცაა პორტები, პლაჟები, ხიდები და დამაკავშირებელი გზები. მთავარი მიზანი ერთი იქნება: დროის მოგება. ის მთლიანად იქნება ორიენტირებული მხოლოდ შეჭრის მაქსიმალურად შეყოვნებაზე, რათა დანარჩენ მსოფლიოს მიეცეს დრო რეაგირებისთვის, პასუხის გასაცემად და დახმარების გასაგზავნად. ჩინეთი კი ამავე დროს გამოიყენებს თავის უზარმაზარ საზღვაო და საჰაერო ძალებს, პარალელურად განახორციელებს კიბერშეტევებსა და სარაკეტო დარტყმებს, სრულიად საპირისპირო მიზნით, ვიდრე ტაივანს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ტაივანი კონფლიქტის საწყისი ეტაპის შეყოვნებასა და გახანგრძლივებაზე იქნება ორიენტირებული, ჩინეთს სურს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რადგან როგორც კი სანაპიროზე რაიმე სახის პოზიციას მოიპოვებს, შეძლებს ჯარების გადაყვანას დიდ ქალაქებში, როგორიცაა ტაიპეი და ომი გარკვეულწილად უკვე მოგებულად ჩაიფლება. პეკინი უბრალოდ შეძლებს ჯარისკაცებისა და სხვა რესურსების გადაყვანას სრუტეზე, რითაც კუნძულზე უფრო დიდ და სულ უფრო დაუძლებელ ძალას შექმნის. იმისათვის, რომ გაანადგუროს დარჩენილი თავდაცვა და გასაქცევი გზა აღარ იქნება, ტაივანელ ხალხს მოუწევს მძიმე არჩევანის გაკეთება, სიკვდილი ან დამორჩილება.
ეხლა შეუძლებელია ომის წინასწარმეტყველება, განსაკუთრებით ასეთი ომის, სადაც ამდენი ცვლადია. მაგრამ ამ საწყისი ეტაპების საბოლოო შედეგი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელმა მხარემ მოამზადა და დაგეგმა ყველაფერი უფრო ეფექტურად. როდესაც ჩინეთის დაუღალავი შეტევა შეეჯახება ტაივანის ზღარბის თავდაცვას და ამ პროცესში უდავოდ უამრავი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი დაკარგავს სიცოცხლეს. რუსეთ-უკრაინის ომის საწყისი ეტაპები საშინელი იყო. ფართომასშტაბიანი სამოქალაქო მსხვერპლით, მასობრივი ომის დანაშაულების შესახებ ცნობებით და წარმოუდგენელი განადგურების კადრებით. ეს კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. ორივე მხარე დაკარგავდა ადამიანებს, ხოლო ტაივანის უკიდურესი მოსახლეობის სიმჭიდროვე ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს დანაკარგები სწრაფად და მასობრივად დადგებოდა. თუნდაც ისინი შეეცადონ თავშესაფარი იპოვონ ტაივანის დიდი ქალაქების მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრებში და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში, ისინი მაინც მუდმივი დაბომბვის საფრთხის ქვეშ იქნებიან, რადგან ჩინეთის რაკეტები ზემოდან ჩამოეწყობა და დრონების ჯგუფები ცას აავსებენ. მაგრამ სწორედ ის, რაც შემდეგ მოხდება, გახდის ჩინეთსა და ტაივანს შორის ომს ბევრად უფრო მძიმე მოვლენად ვიდრე უკრაინის ომი, რადგან დიდი ალბათობით სხვა ქვეყნებიც იგრძნობენ საჭიროებას ჩაერთონ ამ დაპირისპირებაში. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ აქ არანაირი გარანტია არ არსებობს, რადგან ტაივანის ყველაზე ახლო მოკავშირეებმაც კი წლების განმავლობაში სხვადასხვა დონეზე გამოხატეს მხარდაჭერა და მზადყოფნა კუნძულის დასაცავად. ამის მიუხედავად, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედროზე სახელმწიფოა, პირობა დადეს, რომ ჩაერევიან და ტაივანის მოსახლეობას დაეხმარებიან, თუ მათ თავს დაესხმებიან. იაპონიამაც შეიძლება სამხედრო მოქმედებები განახორციელოს ჩინეთის წინააღმდეგ, ან სხვა გზებით გაუწიოს მხარდაჭერა ტაივანს. სუსტად გაურკვეველია, როგორ უპასუხებენ ამ ქვეყნები, რადგან ისტორიულად ისინი იცავდნენ სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკას და არ აცხადებდნენ პირდაპირ რა ნაბიჯებს გადადგამდნენ, თუ და როდესაც შეჭრა მოხდებოდა. მაგრამ ორივე ქვეყანას, განსაკუთრებით კი აშშ-ს აქვს ძალა მნიშვნელოვნად შეცვალოს კონფლიქტის მიმდინარეობა, რომელიც შეიძლება სწრაფად გავიდეს კონტროლიდან, თუ სხვა ქვეყნები ჩაერთვებიან. და რადგან ეს იქნება ესეთი მოკლე და ინტენსიური კონფლიქტი, გადაწყვეტილებების მიღება სწრაფად მოუწევთ. ეს არ იქნება უკრაინასავით, სადაც კიევის მოკავშირეებს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეეძლოთ კვირები ან თვეები დაეთმოთ იმის გასარკვევად, რა ტიპის დახმარება გაეწიათ დიათ და როგორ ეპასუხათ რუსეთის აგრესიისთვის. ქვეყნები ბევრად უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდნენ, მკაცრი ვადებითა და მოახლოებული საბოლოო ვადებით, რაც ესკალაციის რისკებს კიდევ უფრო გაზრდიდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმ მრავალთაგან, რის გამოც ჩინეთსა და ტაივანს შორის ომი, მსოფლიოს მრავალი ექსპერტის აზრით, მესამე მსოფლიო ომის ყველაზე სავარაუდო წინამორბედად ითვლება. რადგან თუ ჩინეთი მართლაც გადადგამს ნაბიჯს და დაიწყებს შეჭრას, ის არ მოისვენებს, სანამ თავის მიზნებს არ მიაღწევს. თუ ამერიკა ჩაერევა და მას ნატოს მოკავშირეები დაუჭერენ მხარს, ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება სიტუაცია უკონტროლოდ განვითარდეს. რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნები შეიძლება ჩინეთის დასახმარებლად გამოვიდნენ, რაც გამოიწვევს ისეთ კონფლიქტს, რომელიც შეცვლის მსოფლიოს, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას, მომავალი თაობებისთვის. წარმოუდგენელი ადამიანური დანაკარგებით და ბირთვული განადგურების მუდმივი საფრთხით, რადგან მსოფლიოს ბირთვული ძალების უმეტესობა, თუ არა ყველა, შეიძლება ჩაერთოს ამ ბრძოლაში. ეს რა თქმა უნდა ყველაზე ცუდი სცენარია. ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე შეჭრა აუცილებლად არ გამოიწვევს გლობალურ კონფლიქტს. მაშინაც კი თუ კი ჩინეთმა უბრალოდ მიიღო ის, რაც სურდა და რამდენიმე კვირაში აიღო კუნძულის კონტროლი, ამას მაინც ექნება პოტენციალი, რომ მსოფლიოს, როგორც ჩვენ ვიცნობთ, ბევრად უფრო დიდი ზიანი მიაყენოს, ვიდრე უკრაინის ომმა. არა მსხვერპლის რაოდენობით, არამედ ეკონომიკური ზიანის თვალსაზრისით. რატომ? იმიტომ რომ ტაივანი დომინანტური ძალაა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინდუსტრიაში, ნახევარგამტარების ინდუსტრიაში. ნახევარგამტარები კრიტიკული მასალებია, რომლებიც გამოიყენება თანამედროვე ელექტრონული კომპონენტების დასამზადებლად, რომლებიც ამუშავებენ ჩვენს სამყაროს, ტრანზისტორებიდან დაწყებული, კომპიუტერის მიკროჩიპებით დითა და მზის ელემენტებით დამთავრებული. უსასრულო რაოდენობის მოწყობილობები დამოკიდებულია ამ ნახევარგამტარებზე და ტაივანი ძირითადად თავისი კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Companies TSMC მეშვეობით ლიდერობს ამ სფეროში. აწარმოებს ყველაზე დახვეწილ კომპაქტურ და მაღალმძლავრ ჩიპებს სმარტფონებისთვის, კომპიუტერებისთვის, ხელოვნური ინტელექტის სისტემებისთვის და სხვა მრავალი დანიშნულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნები, მათ შორის აშშ-ო, მუშაობენ თავიანთი ნახევარგამტარების ინდუსტრიის გაუმჯობესებაზე. ტაივანის მნიშვნელობის შემცირება ამ სექტორში შეუძლებელია. ეს არის ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია ესეთი მოწინავე ჩიპების მასშტაბურად წარმოება. ნებისმიერი სახის შეფერხება კუნძულის ნახევარგამტარების ინდუსტრიაში პირდაპირ იმოქმედებს სამომხმარებლო ელექტრონიკის, ავტომობილების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სამხედრო სისტემების წარმოებაზე მთელ მსოფლიოში.
მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს ნახევარგამტარების ინფრასტრუქტურის განადგურება სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვების შედეგად, რის გამოც გლობალური ჩიპების მიწოდება ჩამოიშლება. ალტერნატიულად, ჩინეთმა შეიძლება განზრა ხარ დააზიანოს ტაივანის ჩიპების ობიექტები, არამედ დაიკავოს ისინი და შედეგად მოიპოვოს უზარმაზარი ეკონომიკური ძალა და გავლენა. ორივე შემთხვევაში შედეგები უზარმაზარი იქნება და მისი გავლენა მთელ მსოფლიოში იგრძნობა. როდესაც ყოველდღიური ელექტრონული მოწყობილობები, როგორიცაა სმარტფონები, პერსონალური კომპიუტერები და მონაცემთა ცენტრები, მოულოდნელ დეფიციტს განიცდიან, ტექნოლოგიური განვითარების ტემპი თითქმის სრულად ჩერდება, ხრუბლოვანი კომპიუტერული სერვისების ღირებულება მკვეთრად იზრდება, ახალი ავტომობილების წარმოება მნიშვნელოვნად მცირდება, სამხედრო და სამედიცინო განვითარების პროგრამები იგვიანებს და მთელი მსოფლიო ჩინეთზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება, ვიდრე ადრე იყო. როგორც აღნიშნეთ, არც ერთი ეს ფაქტი არ არის დაზუსტებული და თითქმის უსასრულო რაოდენობის გზებია თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩინეთსა და ტაივანს შორის ომი. მაგრამ თითქმის ყველა ამ შესაძლო სცენარში დანახარჯები უზარმაზარი იქნება. ბევრი სიცოცხლე დაიკარგება, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა განადგურდება, საერთაშორისო ალიანსები გამოცდას გაივლის და ჩვენი სამყაროს მომავალი სამუდამოდ და შეუქცევადად შეიცვლება. ეხლა ამ ვიდეოში გაიგეთ მეტი იმის შესახებ, როგორ შეიძლება ტაივანმა ჩინეთის თავდასხმისგან თავი იმდენ ხანს დაიცვას, რომ პეკინმა თავის მიზნებს ვერ მიაღწიოს. ან ნახეთ ეს ვიდეო, რათა გაიგოთ, როგორ ამზადებს აშაშეთშო უკვე საიდუმლო იარაღს, რომელსაც შეუძლია ჩინეთის შეჭრის მცდელობა მის დაწყებამდეც კი ჩაშალოს. და იმისათვის, რომ ყოველთვის ინფორმირებული და განახლებული იყოთ ჩინეთის, ტაივანის, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების სამხედრო სიახლეებზე, გამოიწერეთ ჩვენი არხი დღესვე.